საქმეების წიგნი არის მიმზიდველი ისტორიული თხრობა, რომელიც მოგვითხრობს ქრისტიანული ეკლესიის დაბადებასა და ტრიუმფალურ აღზევებაზე. ის პირდაპირ ლუკას სახარებიდან მომდინარეობს და იწყება ქრისტეს ამაღლებით, რომელიც თავის მოწაფეებს მონუმენტურ მისიას ანდობს, იყვნენ მისი მოწმეები დედამიწის კიდეებამდე. საწყის თავებში ჩვენ ვხედავთ იერუსალიმში საზოგადოების დრამატულ დაბადებას, სულიწმინდის ძლიერი გადმოსვლა სულმოკლეობის დღესასწაულზე მორცხულ მოწაფეებს ვნებიან ქადაგებლებად აქცევს. წიგნის დასაწყისში ცენტრალური ფიგურაა მოციქული პეტრე, რომლის გაბედულმა ქადაგებამ და სასწაულებმა ეკლესიის საფუძველი ჩაუყარა. თუმცა თხრობა მოულოდნელ შემოbrunებას იღებს, როდესაც მოვლენების ცენტრში მდევნელი საული ჩნდება, რომელიც სასწაულებრივად მოციქულ პავლედ იქცევა. სწორედ მისი მისიონერული მოგზაურობები ქმნის წიგნის ბირთვს. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გადალახავს სახარება კულტურულ და რელიგიურ ბარიერებს იუდეის კედლებიდან რომის იმპერიის მთელი ხალხის გულებამდე, იერუსალიმიდან და ანტიოქიიდან ათენამდე და იმპერიის გულამდე რომამდე. ეს წიგნი არ არის მხოლოდ ქრონიკა, არამედ ეპიკური ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის რწმენა სულიწმინდის მიერ ამოძრავებული სამყაროს. თავი პირველი. აღთქმის მოლოდინი. 40 დღე გავიდა იმ დილიდან, როდესაც ცარიელმა საფლავმა მათი სამყარო თავდაყირა დააყენა. ახლა ისინი ზეთისხილის მთაზე იდგნენ, მოძღვრის მიწიერი ყოფნის უკანასკნელი კვალი ღრუბელში ქრებოდა. ის ესაუბრებოდა მათ სამეფოზე, მომავალ ძალაზე და იმაზე, თუ როგორ იქნებოდნენ მისი მოწმეები დედამიწის კიდემდე. სიტყვები დედამიწის კიდეებამდე ხმაზე ისმოდა გალილეელთა ჯგუფისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იმედით უყურებდნენ იერუსალიმის ბორცვებს. უფალო ამ დროს აღადგენ სამეფოს ისრაელს. იკითხეს მათ, კვლავ პოლიტიკურ განთავისუფლებაზე ოცნებობდნენ. მაგრამ პასუხი განსხვავებული იყო. მათ არ მიეცათ დროების ცოდნა, მაგრამ მიიღებდნენ ძალას, როდესაც სულიწმიდა გადმოვიდოდა მათზე. ქალაქში დაბრუნებისას ისინი ალბათ ჩუმად იყვნენ, სავსენი შიშით და კითხვით, რა იქნება შემდეგ. პასუხი მარტივი იყო: ილოცეთ და დაელოდეთ. ისინი შეიკრიბნენ ზედა ოთახში, რომელიც გახდა პირველი საეკლესიო საზოგადოება 11 მოციქულის, ქალების ბირთვი, მათ შორის მარიამი, იესოს დედა და მისი ძმები. ერთიანობამ და მუდმივმა ლოცვამ გააძლიერა ისინი დაძაბული მოლოდინის დღეებში. იუდას მიერ დატოვებული სიცარიელე მათ შორის გაჩნდა. პეტრე, რომელიც უკვე გრძნობდა ლიდერობის ტვირთს, კრების წინაშე იდგა. მან გაიხსენა მოღალატის მწარებედი, რომელმაც ვერცხლის მონეტებით იყიდა სისხლის მიწა და ციტატა მოიყვანა წმინდა წერილიდან: მოციქულის მოვალეობაა იყოს აღდგომის მოწმე. ორი ღირსეული კანდიდატიდან წილისყრა მატათიას ხვდა წილად და ის 11 შორის შეიყვანეს. ეს არ იყო ბიუროკრატიული აქტი, არამედ რწმენის აქტი, ღმერთი ანაზღაურებს და ნაკარგებს და ამზადებს თავის ინსტრუმენტებს. თავი მთავრდება არა კულმინაციით, არამედ მშვიდი, ძლიერი პრელუდიით. ეს არის პაუზა 2 საუკუნეს შორის. ზედა ოთახი სავსე იყო არა უსაქმური პასიურობით, არამედ ცვლილებების აღთქმული ქარის ფოკუსირებული, ლოცვითი მოლოდინით. მათ ჯერ არ იცოდნენ, როგორ მოხდებოდა ეს ზუსტად, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებულები იყვნენ: ხსნის ისტორია ზეთისხილის მთაზე არ დასრულებულა. ის მხოლოდ იწყებოდა და ისინი მის ზღურბლზე იდგნენ. მეორე თავი. ძალის დაბადება. 10 დღიანი ლოდინის უთმოფენობის დღეს დასრულდა. უეცრად ზედა ოთახში ზეციდან ქარიშხლის მსგავსი ხმაური გაისმა. ცეცხლის მსგავსი ენები გაიხო და თითოეულ მათგანზე დასახლდა. და მათ სხვა ენებზე დაიწყა საუბარი არა ექსტაზში, არამედ ღვთისძლევამოსილების მკაფიოდ გამოცხადებით. ეს უწყება ქუჩებში გავრცელდა, რამაც მთელი იმპერიიდან მომლოცველთა ბრბო მიიზიდა, რომლებიც გაოცებულები იყვნენ, როდესაც ხედავდნენ, რომ უბრალო გალილეელები მშობლიურ ენებზე საუბრობდნენ. სიმთვრალის დაცინვა მხოლოდ გაამხნევა პეტრე. პირველად როგორც ლიდერმა, მან ხმა აიმაღლა და წარმოთქვა თავისი ცეცხლოვანი სიტყვები: ეს ღვინო არ არის, არამედ იოელის უძველესი წინასწარმეტყველების აღსრულება. მან იერუსალიმი მესიის ჯვარცმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით. מחვილივით ბასრი სიტყვები მათ გულებში ჩაარჩო. მაშ რა ვქნათ? შეშინებულმა შესძახეს: მოინანიეთ და მოინათლეთ ყველა თქვენგანი. გაისმა პასუხი. იმ დღეს 3000 ადამიანი შეუერთდა თემს. დაიბადა არა მხოლოდ მიმდევრების ჯგუფი, არამედ ახალი ორგანიზმი. ისინი ცხოვრობდნენ მოციქულთა სწავლებით, ზიარებით, პურის გატეხვითა და ლოცვით. შიში სიხარულმა ჩაანაცვლა, ხოლო კერძო საკუთრებამ კეთილშობილებამ, ისე რომ არც ერთ მათგან სხვა არავინ სჭირდებოდა. ყოველდღე უფალი ამრავლებდა გადარჩენილთა რიცხვს.
ძალა მოვიდა და სამუდამოდ შეცვალა სამყაროს სახე. მესამე თავი. კარიბჭესთან კოჭლი კაცი. ერთ დღეს პეტრე და იოანე ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. კარიბჭესთან, რომელსაც მშვენიერი ერქვა, დაბადებიდან კოჭლი კაცი იჯდა. ყოველ დღე მოჰყავდათ მას სათხოვნელად. მოციქულების დანახვისას ხელი გაუწოდა და მონეტას თხოვა. პეტრემ ყურადღებით შეხედა მას და უთხრა: ვერცხლი და ოქრო არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, გაძლევ, იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, ადექი და იარე. მან მარჯვენა ხელი მოჰკიდა და ასწია. კოჭლის ფეხები და მუხლები მაშინვე აღუდგა ძალას. ის წამოხდა, გაიარა და მათთან ერთად შევიდა ტაძარში, ხტუნაობდა და ადიდებდა ღმერთს. ამ სასწაულის ამბავმა ყველა აღაფრთოვანა. პეტრემ ისარგებლა შემთხვევით და სოლომონის ვერანდაში გაოცებულ ხალხს მიმართა: ისრაელებო, მან წამოიძახა, რატომ გაოცებთ ეს? აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი ძე იესო, რომელიც თქვენ პილატეს გადაეცით და უარყავით. მან კვლავ გამოაცხადა ქრისტეს აღდგომა და მონანიებისკენ მოუწოდა. სასწაული თვითმიზანი არ იყო, არამედ ნიშანი იყო, რომელიც სულების ჭეშმარიტ მკურნალზე მიუთითებდა. თავი მეოთხე. პირველი დაპატიმრება. სანამ პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, მივიდნენ მათთან მღვდელმთავრები, მცველთა უფროსი და სადუკეველები, განრისხებულნი აღდგომის ქადაგებით. დააპატიმრეს მოციქულები და გამოკეტეს გათენებამდე. მაგრამ ბევრმა, ვინც სიტყვა მოისმინა, ირწმუნა და მათი რიცხვი დაახლოებით 5,000-მდე გაიზარდა. მეორე დღეს პეტრე და იოანე სინედრიონის წინაშე მიიყვანეს. რომელი ძალით ან ვისი სახელით გააკეთეთ ეს? ჰკითხა მღვდელმთავარმა. პეტრემ, სულიწმიდით ავსილმა, თამამად უპასუხა: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით. რადგან არ არის ცის ქვეშ კაცთა შორის მოცემული სხვა სახელი, რომლითაც უნდა გადავრჩეთ. მმართველებმა დაინახეს უბრალო, გაუნათლებელი ხალხისგან ბედაობა და განკურნებული კაცის ყოფნა, ვერაფერი თქვეს. მუქარით გაუშვეს ისინი. თავის ხალხთან დაბრუნებულმა მოციქულებმა ხმა აღიმაღლეს ლოცვაში ღვთისადმი და გაბედულებას თხოვეს. და შეირყა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილები და ყველანი სულიწმიდით აღივსნენ და გაბედულად ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას. და მორწმუნეთა სიმრავლე ერთი გულით იყო და არავინ ამტკიცებდა, რომ რაიმე ქონება მას ეკუთვნოდა. თავი მეხუთე. მოტყუება და სიწმინდე. მაგრამ ყველაფერი იდეალურად არ იყო. კაცმა, სახელად ანანიამ და მისმა ცოლმა საფირამ, გაყიდეს მამული და ფასის ნაწილი დამალეს. დანარჩენი მოიტანა და მოციქულების ფეხებთან დადო, თითქოს ყველაფერს თავაზობდა. ანანია, რატომ აგავსო სატანამ გული, რომ სულიწმიდის შესახებ ეთქვა? კითხა პეტრემ. არა ადამიანებს, არამედ ღმერთს ატყუებ. ამის გაგონებაზე ანანია უსიცოცხლოდ დაეცა. 3 საათის შემდეგ მისი ცოლი მოვიდა, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა და იგივე ტყუილი გაიმეორა. რატომ შეთანხმდი უფლის სულის გამოცდაზე? უთხრა მას პეტრემ. აჰა, შენი ქმრის დამარხულნი კარში შედიან და შენც გამოგიყვანენ. და ანანია მის ფეხებთან დაეცა. დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია. თუმცა სასწაულები და მოციქულების ავტორიტეტი გაიზარდა. ისინი კვლავ დააპატიმრეს, მაგრამ იმ ღამეს უფლის ანგელოზმა გააღო ციხის კარები, გამოიყვანა ისინი და უთხრა: წადით, ტაძარში დადექით და ხალხს უთხარით ამ ცხოვრების ყველა სიტყვა. დილით შეძრწუნებულმა სინედრიონმა ცარიელი საკანი აღმოაჩინა, რომლის ბეჭდებიც ხელუხლებელი იყო. უკან დაბრუნებულ მოციქულებს ფარისეველი გამალიელისგან ბრძნული რჩევა მიიღეს: მოეშვით ამ კაცებს, რადგან თუ ეს განზრახვა ღვთისგანაა, თქვენ ვერ ჩაშლით მას. ისინი სცემეს და ისევ გაათავისუფლეს, რადგან გახარებულები იყვნენ, რომ ქრისტეს სახელისთვის ტანჯვის ღირსნი გახდნენ და ყოველ დღე ტაძარში და სახლიდან სახლში ისინი განაგრძობდნენ სახარების სწავლებას და ქადაგებას. მეექვსე თავი. ზრდა და პირველი კონფლიქტი. ეკლესია სწრაფად იზრდებოდა და ზრდასთან ერთად პრაქტიკული სირთულეებიც წარმოიშვა. ცუცუნი გაჩნდა, ელინისტების ბერძნულენოვანი ებრაელების ქვრივები ყოველდღიური განაწილების დროს უგულებელყოფილნი იყვნენ. 12 მოციქულს ადმინისტრაციულ საკითხებში ჩაძირვის საფრთხე ემუქრებოდა, რაც ლოცვასა და სიტყვის მსახურებას აზიანებდა. ამიტომ მათ შესთავაზეს კრებას, რომ ამ მსახურების შესასრულებლად 7 კაცი აერჩიათ კარგი რეპუტაციის მქონე, სულითა და სიბრძნით სავსე. ხალხმა აირჩია სტეფანე, რწმენითა და ძალით სავსე კაცი, ფილიპე და სხვები. მოციქულებმა ილოცეს და ხელები დაადეს მათ.
შრომის ამ ბრძნულმა დანაწილებამ ნაყოფი გამოიღო, ღვთის სიტყვა იზრდებოდა და მოწაფეთა რიცხვი ძლიერ მრავლდებოდა. სტეფანე განსაკუთრებით გამოირჩეოდა, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა. მისმა სულიერმა ძალამ და სიბრძნემ ზოგიერთ სინაგოგაში სასტიკი წინააღმდეგობა გამოიწვია. ისინი კამათობდნენ მასთან, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგნენ სულსა და სიბრძნეს, რომლითაც ის ლაპარაკობდა. შემდეგ, როგორც იესოს შემთხვევაში მათ სრულ მოწმეობას მიმართეს, ხალხს ქრთამს აძლევდნენ, რომ ეთქვათ, რომ ის მოსესა და ღმერთს გმობდა. ხალხში აჟიოტაჟის შემდეგ სტეფანე შეიპყრეს და სინედრიონის წინაშე მიიყვანეს. სრულმოწმეებმა დაამოწმეს, რომ ის განუწყვეტლივ ალაპარაკებდა წმინდა ადგილსა და რჯულს. სინედრიონში მსხდომი ყველა მის სახეს ანგელოზის სახეს უწოდებდა. ეს ღვთაებრივი სიმშვიდე მომავალი ქარიშხლის მაუწყებელი იყო. თავი მეშვიდე. სისხლის მოწმობა. მღვდელმთავარმა სტეფანეს ჰკითხა, მართლა ასეა? სტეფანემ დაიწყო თავისი სიტყვა არა გამართლება, არამედ ძლიერი ბრალდება. მან მსმენელებს მთელი ისრაელის ისტორია, აბრაამიდან სოლომონამდე გააცნობინა, თუ როგორ მოქმედებდა ღმერთი იერუსალიმის კედლების გარეთ და როგორ ეწინააღმდეგებოდნენ მამები ყოველთვის მის მიერ გამოგზავნილ წინასწარმეტყველებს. თქვენ სასტიკები. თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, თქვენც ასევე ეწინააღმდეგებით. მისი დასკვნა დამანგრეველი იყო. მათ, ვინც ანგელოზების მეშვეობით მიიღეს კანონი, არ დაიცვეს იგი და ახლა მოკლეს წინასწარმეტყველების მიერ ნაწინასწარმეტყველები მართალი. ეს სიტყვები მათ გულებში ბასრიდანებივით ჩაარჩო. ისინი მრისხანებით იგლეჯდნენ თავს და კბილებს ხრჭენდნენ მასზე. მაგრამ სტეფანემ სულიწმიდით ახსოვსემ, სასახედა და დაინახა ღვთის დიდება და იესო, რომელიც ღვთის მარჯვნივ იდგა. მან შესწახა, აჰა, ვხედავ გახსნილცას და კაცის ძეს, რომელიც ღვთის მარჯვნივ დგას. ეს მათთვის უკანასკნელი წვეთი იყო. ხმამაღლა ყვირილით ყურები დაიფარეს და ერთსულოვნად შეუტიეს მას. ქალაქიდან გაათრიეს და ჩაქოლვა დაიწყეს. მოწმეებმა თავიანთი სამოსი ახალგაზრდა კაცის, სახელად საულის, ფეხებთან დადეს, რომელიც ამ ხოცვა ჟლეტას იწონებდა. სიკვდილის წინ სტეფანემ შესწახა, უფალო იესო, მიიღე ჩემი სული. და მუხლმოყრილმა ხმამაღლა თქვა, უფალო, ნუ ჩათვლი მათ ამ ცოდვად. ამის შემდეგ ის ძილს მიეძინა. მისი სიკვდილი არ იყო დასასრული, არამედ მიწაში დათესილი თესლი, რომელიც უხილავი ნაყოფის გამოღებას უძღვნიდა მის გულში, ვინც მისი ჩაქოლვის მსხვერპლთა სამოსს იცავდა. თავი მერვე. სტეფანეს გარდაცვალების დღეს იერუსალიმში ეკლესიის დიდი დევნა დაიწყო. მოციქულების გარდა ყველა მიმოიფანტა მთელ იუდეასა და სამარიაში. პირველი მდევნელი იყო საული, რომელიც აწამებდა ეკლესიას, შედიოდა სახლებში და ციხეში ათრევდა მამაკაცებსა და ქალებს. მაგრამ პარადოქსულად ეს დევნა ძლიერ მისიონერულ იმპულსად იქცა. მიმოფანტულნი ყველგან დადიოდნენ და ქადაგებდნენ სიტყვას. ერთ-ერთი მათგანი იყო ფილიპე, 7-დან 1-1. ის ჩავიდა სამარიის ქალაქში და იქ ქადაგებდა ქრისტეს. ხალხი ერთხმად უსმენდა მას, ხედავდა მის მიერ მოხდენილ სასწაულებს, განდევნეს უწმინდური სულები, განიკურნა მრავალი დამბლადაცემული და კოჭლი. დიდი სიხარული იყო. ცნობილმა ჯადოქარმა სიმონმაც კი, რომელმაც ხალხი თავისი მაგიით გააოცა, ირწმუნა და მოინათლა, გაოცებული ფილიპეს ძალით. როდესაც იერუსალიმში მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, იქ გაგზავნეს პეტრე და იოანე, რომლებმაც ხელები დაადეს ახლად მოქცეულებს და ილოცეს, რომ მათზე სულიწმიდა გადმოსულიყო. ამის დანახვისას სიმონმა ამ ძალისთვის ფული შესთავაზა, რაზეც პეტრესგან მკაცრი პასუხი მიიღო, შენი ფული შენთან ერთად დაიღუპოს. უფლის ანგელოზმა ფილიპე იერუსალიმიდან ღაზაში მიმავალ უკაცრიელ გზაზე გაგზავნა. იქ ის შეხვდა ეთიოპელ დიდებულს, დედოფალ კანდაკეს ხაზინადარს, რომელიც ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა. ფილიპე მიუახლოვდა და ჰკითხა, გესმის, რასაც კითხულობ? საჭურისმა უპასუხა, როგორ გავიგო, თუ ვინმე არ მასწავლის. ის უფლის ტანჯული მსახურის შესახებ კითხულობდა მონაკვეთს. ფილიპემ იმ ადგილიდან დაიწყო და იესოს შესახებ უქადაგა. გზა წყალთან გაიარა და საჭურისმა უთხრა, აჰა, წყალი არ ამიშლის ხელს ნათლობაში. ისინი წყალში ჩავიდნენ და ფილიპემ მონათლა იგი. როდესაც ისინი გამოვიდნენ, სულიწმინდამ აიყვანა ფილიპე და საჭურისმა აღარ დაინახა იგი, არამედ სიხარულით განაგრძო გზა. ამგვარად სიტყვამ სხვა საზღვარი გადალახა და აფრიკის გულს მიაღწია. თავი მეცხრე. მდევნელის ფერის ცვალება.
ამასობაში სავლე, რომელიც ჯერ კიდევ მუქარით სუნთქავდა მღვდელმთავარს, თხოვდა წერილებს დამასკოს სინაგოგებისთვის, რათა იქ მყოფი გზის მიმდევრები, კაცები და ქალები, ბორკილებით იერუსალიმში მieხვანათ. მაგრამ გზად, როდესაც დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად ციდან ნათელი მოეფინა. მიწაზე დაეცა და ხმა გაიგონა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი? ვინ ხარ შენ, უფალო?“ შეშინებულმა იკითხა მან: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ მდევნი. ძნელია შენთვის სახრესთან ცემა.“ გაოგნებული სავლე დაბრმავდა. მისმა თანამგზავრებმა დამასკოში წაიყვანეს, სადაც 3 დღის განმავლობაში დაბრმავდა, არც ჭამდა და არც სვამდა. იმ ქალაქში იყო მოწაფე, სახელად ანანია, რომელსაც უფალმა ხილვაში უბრძანა სავლესთან წასვლა. ანანია შეშინებული იყო, მან იცოდა სავლეს ბოროტი საქმეების შესახებ. მაგრამ ღმერთმა თქვა: „ის ჩემი რჩეული ჭურჭელია, რათა ჩემი სახელი წარმართებისა და მეფეების წინაშე ატაროს.“ ანანიამ დაემორჩილა, იპოვა საული, ხელები დაადო და უთხრა: „ძმაო საულ, უფალმა იესომ გამომგზავნა, რომ თვალი აღგიდგეს და სულიწმიდით აღივსო.“ მაშინვე თვალებიდან ქერცლი ჩამოცვივდა, თვალი აეხილა, მოინათლა და საჭმლით გამოცოცხლდა. სავლემ მაშინვე დაიწყო დამასკოს სინაგოგებში ქადაგება, რომ იესო ღვთისძე იყო. ყველა გაოცებული იყო, განა ეს ის არ არის, ვინც იერუსალიმში ამ სახელის მაძახებლებს დევნიდა. მისმა გაბედულებამ განარისხა იუდეველები, რომლებმაც მისი მოკლა განიზრახეს. მოწაფეებმა ამის შესახებ რომ შეიტყვეს, ღამით ქალაქის გალავანზე კალათით ჩამოუშვეს. ის იერუსალიმში ჩავიდა, მაგრამ ძმებს ეშინოდათ მისი, არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. მხოლოდ ბარნაბამ წაიყვანა, მოციქულებთან მიიყვანა და მისი ამბავი უამბო. საულმა იერუსალიმში გაბედულად დაიწყო ქადაგება, მაგრამ ელინისტები აჯანყდნენ მის წინააღმდეგ და ძმებმა კესარიაში, შემდეგ კი ტარსუსში გაგზავნეს. იუდეაში, გალილეასა და სამარიაში ეკლესიამ გარკვეული დროით სიმშვიდე ჰპოვა, აღმშენებლობა და ზრდა დაიწყო. თავი მეათე. კესარიაში ცხოვრობდა ასისთავი, სახელად კორნელიოსი, ღვთისმოსავი და ღვთისმოშიში წარმართი, მთელ თავის სახლთან ერთად. ერთ დღეს ხილვაში მან ნათლად იხილა ღვთისანგელოზი, რომელმაც უთხრა, რომ იოპეში კაცები გაეგზავნა სიმონ პეტრესთვის. კორნელიოსმა მაშინვე გაგზავნა 3 მსახური. მეორე დღეს, შუადღისას, პეტრე იოპეში სახლის სახურავზე ტრანსში ჩავარდა და დაინახა, რომ ცა გაიხსნა და მისკენ ჩამოდიოდა ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელშიც ყველანაირი ცხოველი იყო. ხმა გაისმა: „ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.“ პეტრემ უარი თქვა და თქვა, რომ არასდროს უჭამია რაიმე უწმინდური. ხმამ უპასუხა: „რაც ღმერთმა გაწმინდა, ნუ უწოდებ უწმინდურს.“ ეს ხილვა 3-ჯერ განმეორდა. სანამ პეტრე მის მნიშვნელობაზე ფიქრობდა, კორნელიოსის მსახურებმა მისი სახლი იპოვეს. სულ მოუთხრა პეტრეს, რომ უხოხმანოდ გაჰყოლოდა მათ. მეორე დღეს პეტრე და მისი ძმები კესარიაში გაემგზავრნენ. კორნელიოსს უკვე შეკრებილი ჰყავდა ნათესავები და ახლო მეგობრები. პეტრეს დანახვისას ის მის ფეხებთან დაეცა, მაგრამ პეტრემ წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც კაცი ვარ.“ პეტრემ აუხსნა, რომ იუდეველს უცხოელთან ურთიერთობა არ შეეფერებოდა, მაგრამ ღმერთმა აჩვენა, რომ არავისთვის უწმინდური არ უნდა ეწოდებინა. შემდეგ კორნელიუსმა თავისი ხილვა მოუყვა. პეტრემ ქადაგება დაიწყო, რადგან ჭეშმარიტად ვხედავ, რომ ღმერთი არ არის მიკერძოებული, არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი მისთვის სათნოა. და სანამ ის ჯერ კიდევ იესო ქრისტეს რწმენით ცოდვების მიტევებაზე საუბრობდა, სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვინც ეს ქადაგება მოისმინა. წინადაცვეთილი მორწმუნეები, რომლებიც პეტრესთან ერთად მოვიდნენ, გაოცდნენ, სულიწმიდის ნიჭი წარმართებზეც გადმოვიდა, რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. შემდეგ პეტრემ თქვა: „ვინ აუკრძალავს წყლით ნათლობას ამათ, ვინც ჩვენნაირი სულიწმიდა მიიღო?“ და უბრძანა მათ იესო ქრისტეს სახელით ნათლობა. ეს გარდამტეხი მომენტი იყო, იუდეველებსა და წარმართებს შორის კედელი ღვთისნებით დაინგრა. თავი მე-11. იერუსალიმის წინაშე გამართლება. მომხდარის შესახებ ამბავი სწრაფად მიაღწია იერუსალიმს. როდესაც პეტრე დაბრუნდა, წინადაცვეთილებმა, იუდეო ქრისტიანებმა მასთან კამათი დაიწყეს და უთხრეს: „შენ წახვედი წინადაუცვეთელ კაცებთან და მათთან ერთად ჭამე.“ შემდეგ პეტრემ ყველაფრის ახსნა დაიწყო, ეტაპობრივად, თეთრეულის პირველი ხილვიდან იმ მომენტამდე, როდესაც სულიწმიდა გადმოვიდა კორნელიოსის სახლში. მან ხაზგასმით აღნიშნა: „თუ ღმერთმა მათ იგივე ნიჭი მისცა, რაც ჩვენ, ვინც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მაშინ მე ვინ ვიყავი, რომ შემეძლო ღვთის წინაშე დავმდგარიყავი?“ ამ სიტყვებმა ყველა დაარწმუნა.
ამის გაგონებაზე დამშვიდნენ და ადიდეს ღმერთი დათქვეს, მას ღმერთმა წარმართებსაც მისცა სინანული სიცოცხლისთვის. ამასობაში დევნისგან გაფანტულებმა ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მიაღწიეს და მხოლოდ იუდეველებს უქადაგეს სიტყვა. მაგრამ ზოგიერთი მათგანი, კვიპროსელი და კირენელი, ანტიოქიაში ჩავიდა და ბერძნებთან ბერძენ წარმართებთანაც დაიწყო საუბარი და უფალი იესოს ქადაგებდა. უფლის ხელი მათთან იყო და დიდმა ხალხმა ირწმუნა და უფლისკენ მოიქცა. ეს ამბავი იერუსალიმის ეკლესიასაც მიაღწია და ბარნაბა ანტიოქიაში გაგზავნეს. ღვთისმადლი რომ დაინახა, გაიხარა და ყველას მოუწოდა, უფალს მიჰყოლოდნენ. შემდეგ ბარნაბა ტარსოსში წავიდა სავლეს საძებნელად, იპოვა იგი და ანტიოქიაში წაიყვანა. მთელი წლის განმავლობაში იქ საკმაოდ ბევრ ადამიანს ასწავლიდნენ. სწორედ ანტიოქიაში დაიწყეს მოწაფეებმა პირველად ქრისტიანების წოდება. იერუსალიმიდან წინასწარმეტყველებმა დიდი შიმშილობა იწინასწარმეტყველეს და ანტიოქიელმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად, დახმარება გაეგზავნათ იუდეაში მყოფი ძმებისთვის, რაც გააკეთეს კიდეც და ბარნაბასთან და სავლესთან ერთად გაუგზავნეს. თავი მე-12. ანგელოზი ციხეში და მეფის სიკვდილით დასჯა. ამასობაში მეფე ჰეროდე აგრიპამ, რომელსაც სურდა იუდეველებისთვის სიამოვნების მიცემა, ეკლესიის დევნა დაიწყო. მან מחვილით მოკლა იაკობი, იოანეს ძმა. როდესაც დაინახა, რომ ეს იუდეველებს სიამოვნებდა, მან პეტრეს დაპატიმრებაც ბრძანა. ეს მოხდა პასექის დღესასწაულის დროს. პეტრე ციხეში ჩააგდეს და ჯარისკაცების 4 რაზმს მიანდეს მისი დასაცავად, რადგან აპირებდნენ დღესასწაულის შემდეგ ხალხის წინაშე გამოეყვანათ. თუმცა ეკლესია მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის. სიკვდილის წინაღამეს პეტრე 2 ჯარისკაცს შორის ეძინა, 2 ჯაჭვით შეკრული, კართან მცველები კი იცავდნენ. და აჰა, უფლის ანგელოზი გამოჩნდა და ციხეში ნათელი აინთო. ანგელოზმა პეტრეს ფერდში ჩაარჩო, გააღვიძა და უთხრა, ადექი სწრაფად. ჯაჭვები ხელიდან ჩამოუვარდა. ანგელოზმა უთხრა, ფეხსაცმელი ჩაეცვა და გაჰყოლოდა. პეტრე მიდიოდა და ეგონა, რომ ხილვას ხედავდა. მათ გაიარეს პირველი და მეორე მცველები და მიუახლოვდნენ ქალაქში შემავალ რკინის კარიბჭეს, რომელიც მათ წინაშე თავისით გაიღო. გარეთ გამოსვლისთანავე ანგელოზმა მოულოდნელად მიატოვა იგი. პეტრე გონს მოეგო და თქვა, ახლა ჭეშმარიტად ვხედავ, რომ უფალმა თავისი ანგელოზი გამოგზავნა და ჰეროდეს ხელიდან მიხსნა. ის წავიდა მარიამის, იოანე მარკოზის დედის სახლში, სადაც ბევრი იყო შეკრებილი და ლოცულობდა. მსახურმა როდამ კარიბჭესთან მისი ხმა რომ გაიგონას, სიხარულით არ გააღო კარი, არამედ შევარდა და გამოაცხადა, რომ პეტრე კარიბჭესთან იდგა. მათ არ დაუჯერეს, ეგონათ, რომ ეს მისი ანგელოზი იყო. მაგრამ პეტრემ განაგრძო კაკუნი. კარზე გაღებისას დაინახეს იგი და გაოცდნენ. მან ანიშნა, რომ გაჩუმებულიყვნენ, უამბო, როგორ გამოიყვანა უფალმა იგი ციხიდან და უთხრა, რომ ამის შესახებ იაკობისთვის და ძმებისთვის ეთქვათ. შემდეგ სხვა ადგილას წავიდა. დილით ჯარისკაცებს შორის დიდი არეულობა ჩამოვარდა, რა დაემართა პეტრეს. ჰეროდემ, რომელიც ეძებდა მას და ვერ იპოვა, ბრძანა მცველების სიკვდილით დასჯა. მალე მეფე კესარიაში გაემგზავრა. დანიშნულ დღეს სამეფო სამოსში გამოწყობილი, ამაღლებულ პლატფორმაზე დაჯდა და ხალხს მიმართა. ხალხმა წამოიძახა, ეს ღვთის ხმა და არა ადამიანის. მაგრამ უეცრად უფლის ანგელოზმა დაჭრა იგი, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს. ის ჭიებმა შეჭამეს და მოკვდა. ღვთის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა. თავი მე-13. მოწოდება და პირველი მოგზაურობა. ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მასწავლებლები. როდესაც ისინი უფლის მსახურებას და მარხვას ასრულებდნენ, სულიწმიდამ უთხრა, გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოუწოდე. შემდეგ მარხვისა და ლოცვის შემდეგ, მათზე ხელების დადების შემდეგ გაუშვეს. სულის მიერ გაგზავნილი ბარნაბა და სავლე კვიპროსისკენ გაემგზავრნენ. სალამისში ისინი სინაგოგებში ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ. კუნძულის მთელი სიგრძის პაფოსამდე მოგზაურობის შემდეგ ისინი შეხვდნენ ჯადოქარ ბარი იესოს ელიმას, წრუ წინასწარმეტყველს, რომელიც მათ ეწინააღმდეგებოდა და ცდილობდა რწმენიდან გადაეყვანა პროკონსული სერგიუს პავლე, ბრძენი კაცი. სავლე, ასევე ცნობილი როგორც პავლე, სულიწმიდით ავსილმა, ყურადღებით შეხედა ჯადოქარს და უთხრა, ოჰ, შენ, ვინც სავსე ხარ ყოველგვარი ეშმაკობითა და ძალადობით. აჰა, უფლის ხელი შენზეა. დაბრმავდები და ერთხანს მზეს ვერ იხილავ. და მაშინვე ნისლი და სიბნელე დაეცა მასზე.
პროკონსულმა ამის დანახვისას ირწმუნა და გაოცებული იყო უფლის სწავლებით. პაფოსიდან გაცურვის შემდეგ ისინი პერგეში ჩავიდნენ, შემდეგ კი პისიდიის ანტიოქიაში. შაბათს სინაგოგაში შევიდნენ. რჯულისა და წინასწარმეტყველების წაკითხვის შემდეგ სინაგოგის წინამძღვრებმა მათ შესთავაზეს, ძმებო, თუ ხალხისთვის შეგონების სიტყვა გაქვთ, თქვით. პავლე წამოდგა და ისტორიული სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლით დაიწყო და იესომდე მივიდა, რომელსაც იერუსალიმის მცხოვრებლებმა, მასში ნაკლი რომ ვერ იპოვეს, სიკვდილისთვის გადასცეს, მაგრამ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა. ის საუბრობდა მისი მეშვეობით ცოდვების მიტევებაზე და რწმენით გამართლებაზე და არა მოსეს რჯულით. მისმა ქადაგებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ბევრი მიჰყვა მათ. მომდევნო შაბათს თითქმის მთელი ქალაქი შეიკრიბა ღვთის სიტყვის მოსასმენად. ამის დანახვისას იუდეველები შურით აიხსნენ და წინააღმდეგობა და ცილისწამება დაიწყეს. შემდეგ პავლემ და ბარნაბამ თამამად განაცხადეს, ღვთის სიტყვა ჯერ თქვენთვის უნდა გვეთქვა, მაგრამ რადგან უარყოფთ მას. აჰა, ჩვენ წარმართებს მივმართავთ. წარმართებმა ამის გაგონებაზე გაიხარეს და ადიდებდნენ უფლის სიტყვას. თუმცა იუდეველებმა მათ წინააღმდეგ აღძრეს წამყვანი ქალები და კაცები და განდევნეს ისინი თავიანთი ქვეყნებიდან. მოციქულებმა ფეხებიდან მტვერი ჩამოიბერტყეს და იკონიონში წავიდნენ. მოწაფეები სიხარულითა და სულიწმიდით აღიხსნენ. თავი მე-14. იკონიაში პავლე და ბარნაბა როგორც წესი შევიდნენ სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ იუდეველთა და ბერძენთა დიდმა ნაწილმა ირწმუნა. ურწმუნო იუდეველებმა კი აღაშფოთეს და გააბრაზეს წარმართები თავიანთი ძმების წინააღმდეგ. ქალაქი გაიყო. როდესაც მოციქულებმა შეიტყვეს იუდეველთა და წარმართთა მიერ მათი ჩაქოლის შეთქმულების შესახებ, გაიქცნენ ლიკაონიის ქალაქებში, ლისტრასა და დერბეში. ლისტრაში პავლემ დაინახა კაცი, რომელიც დაბადებიდან კოჭლი იყო და არასდროს ულია და შესძახა, გეუბნებით უფალი იესო ქრისტეს სახელით, ფეხზე დადექით. წამოხტა და სიარული დაიწყო. ამის დანახვისას ხალხმა ხმა აიმაღლა და ლიკაონიურ დიალექტზე თქვა, ღმერთები ადამიანის სახით ჩამოვიდნენ ჩვენთან. ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი ჰერმეს, რადგან ის სიტყვის ოსტატი იყო. ქალაქის წინ მდებარე ზევსის ტაძრის მღვდელმა კარიბჭესთან ხარები და გვირგვინები მიიტანა, რათა ხალხთან ერთად მსხვერპლი შეეწირა. ამის გაგონებაზე მოციქულებმა ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხში შევარდნენ და მოუწოდეს, ერწმუნათ, რომ ისინიც მათნაირები იყვნენ და უქადაგეს მათ ცოცხალ ღმერთზე, რომელმაც შექმნაცა და მიწა. ძლივს დაარწმუნეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ, როდესაც ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველები ჩამოვიდნენ. ხალხის წაქეზებით, პავლე ქვევით ჩაქოლეს და ქალაქიდან გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ. მაგრამ როდესაც მოწაფეები მის გარშემო შეიკრიბნენ, ის ადგა და ქალაქში შევიდა და მეორე დღეს ბარნაბასთან ერთად დერბეში გაემგზავრა. იქ ქადაგების და მრავალი მოქცევის შემდეგ ისინი ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდნენ, მოწაფეების სულები განამტკიცეს და უხუცესები დაუდგინეს. შემდეგ პისიდიის გავლით პამფილიაში ჩავიდნენ და იქიდან სირიის ანტიოქიაში გაცურეს, საიდანაც ღვთისმადლს მიანდეს შესრულებული საქმისთვის. კრების შეკრების შემდეგ უამბეს ყველაფერი, რაც ღმერთმა მათთან ერთად გააკეთა და როგორ გაუღორწმენის კარი წარმართებს. და ისინი იქ კარგ ხანს დარჩნენ მოწაფეებთან ერთად. თავი მე-15. იუდეიდან ანტიოქიაში ჩასული რამდენიმე კაცი ძმებს ასწავლიდა, თუ მოსესწეს ჩვეულებებს არ დაიცავთ, ვერ გადარჩებით. ამან პავლესა და ბარნაბას შორის დიდი აჟიოტაჟი და კამათი გამოიწვია. გადაწყდა, რომ პავლე, ბარნაბა და სხვები იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან გაეგზავნათ ამ საკითხის განსახილველად. იერუსალიმში ჩასვლისთანავე ისინი ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა მიიღეს. ფარისეველთაგან ზოგიერთი წამოდგა და თქვა, რომ წარმართებს წინადაცვეთა უნდა გაეკეთებინათ და მოსეს კანონის დაცვა მოეთხოვათ. მოციქულები და უხუცესები ამ საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. დიდი კამათის შემდეგ პეტრე წამოდგა და გაიხსენა, როგორ აირჩია იგი ღმერთმა წარმართებისთვის ქადაგებისთვის, მისცა მათ სულიწმიდა, განწმინდა მათი გულები რწმენით იუდეველებისგან გარჩევის გარეშე. რატომ ცდით ახლა ღმერთს და მოწაფეებს უღელს ადგამთ, რომლის ტარებაც ვერც ჩვენს მამებს და ვერც ჩვენ შევძელით? ჰკითხა მან. შემდეგ ბარნაბამ და პავლემ უამბეს ყველა ნიშანი და სასწაული, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით მოახდინა წარმართებს შორის. მაშინ უფლის ძმამ იაკობმა თქვა, რომ წინასწარმეტყველთა სიტყვები ამას ეთანხმებოდა. მან შესთავაზა, რომ არ დაეკისრებინათ ტვირთი წარმართებისთვის, რომლებიც ღმერთს მიმართავდნენ, არამედ მიეწერათ მათთვის და ებრძანებინათ, თავი შეეკავებინათ კერპთა ყვანისმცემლობისგან, სიძვისგან, დამხრჩვალისა და სისხლისგან.
ეს წინადადება მოეწონათ მოციქულებსა და უხუცესებს. მათ გადაწყვიტეს პავლესა და ბარნაბასთან ერთად გაეგზავნათ რჩეული კაცები იუდა, ასევე ცნობილი როგორც ბარსაბა და სილა და გაეგზავნათ მათთან წერილი. ანტიოქიაში წაკითხულ წერილში ნათქვამი იყო, სულიწმიდას და ჩვენს კეთილად მოეჩვენა, რომ არ დაგვეკისრებინა თქვენთვის საჭიროზე მეტი ტვირთი. როდესაც წერილი წაიკითხეს, ყველა გაიხარა ამ მითითებით. იუდამ და სილამ, ისევე როგორც წინასწარმეტყველებმა, მრავალი სიტყვით ამხნევეს ძმები. შემდეგ პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში დარჩნენ, ასწავლიდნენ და ქადაგებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ პავლემ ბარნაბა მიიწვია, რომ კვლავ ეწვია ძმებს თითოეულ ქალაქში, სადაც ისინი ქადაგებდნენ. ბარნაბას სურდა იოანე მარკოზის წაყვანა, მაგრამ პავლე ყოყმანობდა, რადგან ის იქ დარჩა. პამფილია. მათ შორის მწვავე უთანხმოება წარმოიშვა და ისინი დაშორდნენ. ბარნაბამ მარკოზი წაიყვანა და კვიპროსისკენ გაემგზავრა, პავლემ კი სილა აირჩია და გზას გაუდგა. ასე დაიწყო პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობა. ეკლესიები დაარსდა და გამრავლდა იუდეაში, გალილეასა და სამარიაში. თავი მე-16. პავლე სილასთან ერთად სირიასა და კილიკიაში მოგზაურობისას აძლიერებდა ეკლესიებს. ლისტრაში შეხვდა ახალგაზრდა კაცს, სახელად ტიმოთე, მორწმუნე იუდეველი ქალის ვაჟს, რომელიც თან წაიყვანა. ქალაქებში შესვლისას მორწმუნეებს იერუსალიმში მოციქულებისა და უხუცესების მიერ დადგენილი დადგენილებები აუწყეს. ეკლესიები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე იზრდებოდა. სულიწმიდა ხელს უშლიდა მათ აზიაში სიტყვის ქადაგებაში. მისიაში ჩასვლის შემდეგ ისინი ცდილობდნენ ბითინიაში წასვლას, მაგრამ სულმა შეუშალა ხელი. შემდეგ მისიის გავლით ისინი ტროაში ჩავიდნენ. ღამით პავლეს ხილვა ჰქონდა, მაკედონიელი კაცი გამოჩნდა და ევედრებოდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე. ამ ხილვის შემდეგ მათ მაშინვე გადაწყვიტეს იქ წასვლა, რადგან დაასკვნეს, რომ უფალი მოუწოდებდა მათ იქ სახარების საქადაგებლად. ტროადან გაცურვისას ისინი ფილიპეში ჩავიდნენ, მაკედონიის ამ ნაწილში პირველ ქალაქში. შაბათს ქალაქიდან დინარესთან გავიდნენ, სადაც ჩვეულების თანახმად სალოცავი იყო. ისინი დასხდნენ და შეკრებილ ქალებს ესაუბრებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ლიდიამ, ძოწეულის გამყიდველმა და ღვთისმოშიშმა თაყვანისმცემელმა, მოусმინა და უფალმა გაუხსნა გული, რომ პავლეს სიტყვები მოესმინა. ის და მისი მთელი ოჯახი მოინათლნენ და გულმოდგინედ სთხოვეს მოციქულებს, მის სახლში დარჩენილიყვნენ. ერთ დღეს, როდესაც ისინი სალოცავ სახლში მიდიოდნენ, შეხვდნენ მკითხაობის სულით შეპყრობილ მოახლეს, რომელიც თავის ბატონებს მკითხაობით დიდ შემოსავალს მოუტანდა. მან პავლესა და სილას გაჰყვა, ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც გვაუწყებენ ხსნის გზას. ეს მრავალი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ბოლოს განრისხებულმა პავლემ სულს მიმართა, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებთ, გამოხვიდეთ მისგან. სული იმავე საათში გავიდა. მათმა ბატონებმა, როდესაც დაინახეს, რომ მათი მოგების იმედი გაქრა, შეიპყრეს პავლე და სილა, ბაზრობაზე მიათრიეს მოსამართლეების წინაშე და დაადანაშაულეს ქალაქში არეულობის ღვაწლში რომაელებისთვის მიუღებელი წეს ჩვეულებების ქადაგებით. ხალხი მათ წინააღმდეგ აჯანყდა, მოსამართლეებმა კი ტანსაცმელი გახადეს და ჯოხებით ცემა ბრძანეს. მრავალი დარტყმის შემდეგ ისინი ციხეში ჩააგდეს და ციხის ზედამხედველს უბრძანა, მკაცრად ედარებინა. ციხის ზედამხედველმა ამ ბრძანების მიღების შემდეგ ისინი შიდა საპყრობილეში ჩააგდო და ფეხები ხუნდებში დაადო. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და ღმერთს ადიდებდნენ, პატიმრები უსმენდნენ მათ. უეცრად დიდი მიწისძვრა მოხდა, ისე რომ ციხის საძირკველი შეირყა, მაშინვე ყველა კარი გაიღო და ყველას ბორკილები შესუსტდა. ციხის ზედამხედველმა როდესაც გაიღვიძა და ციხის ღია კარები დაინახა, მახვილი ამოიღო და თავის მოკვლას სცადა, რადგან ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ. მაგრამ პავლემ ხმამაღლა თქვა, ნუ დააშავებ თავს, რადგან ყველანი აქ ვართ. მაშინ მცველმა სანთელი მოითხოვა, შევარდა და კანკალით დაეცა პავლესა და სილას ფეხებთან. გამოიყვანა ისინი და უთხრა, ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე? მათ კი უთხრეს, იწამეთ უფალი იესო ქრისტე და გადარჩებით თქვენ და მთელი თქვენი სახლი. და უფლის სიტყვა აუწყეს მას და ყველას, ვინც მის სახლში იყო. მან ჭრილობები დაბანა და მაშინვე მოინათლა, თვითონ და მთელი მისი სახლეული. სახლში შეიყვანა ისინი, ვახშამი გაშალა და მთელ სახლეულთან ერთად გაიხარა, რომ ღმერთი ირწმუნა. დილით კი მთავრებმა შესთავაზეს, გაუშვით ეს კაცები. პავლემ უპასუხა, რომაელი მოქალაქეები საჯაროდ გვცემეს სასამართლოს გარეშე და ციხეში ჩაგვყარეს, ახლა კი ფარულად გვიშვებენ. არა, მოვიდნენ და თავად გამოგვიყვანენ.
მთავრებმა როცა გაიგეს, რომ რომაელი მოქალაქეები იყვნენ, შეშინდნენ. როდესაც მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს, გაიყვანეს და სთხოვეს, ქალაქიდან წასულიყვნენ. ისინი კი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლიდიასთან მივიდნენ, ძმები დაინახეს, დაარიგეს და წავიდნენ. თავი მე-17. ამფიპოლისისა და აპოლონიის გავლის შემდეგ, პავლე და სილა თესალონიკეში ჩავიდნენ, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო. პავლე, როგორც ჩვეულებისამებრ, მათთან მივიდა და 3 შაბათი გაატარა, წმინდა წერილებიდან ესაუბრებოდა, ამტკიცებდა, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მკვდრეთით აღმდგარიყო და რომ ეს იესო, რომელსაც მე თქვენ გიქადაგებთ, არის ქრისტე. ზოგიერთმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლესა და სილას, ასევე უამრავმა ბერძენმა და წარჩინებულმა ქალმა. მაგრამ ურწმუნო იუდეველებმა, განრისხებულებმა მოედანზე შეკრიბეს ქალაქის ნაძირალა, ატეხეს არეულობა და თავს დაესხნენ იასონის სახლს, სადაც მოციქულები იმყოფებოდნენ, ეძებდნენ მათ, რათა ხალხისთვის გამოეყვანათ. ვერ იპოვეს ისინი, იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან მიათრიეს და ყვიროდნენ, ეს ამპარტავნები აქაც მოვიდნენ და იასონმა მიიღო ისინი. ყველანი კეისრის ბრძანებას ეწინააღმდეგებიან და სხვა მეფეს, იესოს, აცხადებენ. ხალხისა და მთავრების აღშფოთებით, მათ მხოლოდ იასონისა და სხვების გირაოს გადახდა და გათავისუფლება მოახერხეს. ძმებმა მაშინვე ღამით ბერეაში გაგზავნეს პავლე და სილა. იქ ებრაელები თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილები იყვნენ, მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე იკვლევდნენ წმინდა წერილებს, რათა ენახათ, ნამდვილად ასე იყო თუ არა. ბევრმა მათგანმა ირწმუნა, მათ შორის არაერთი გამოჩენილი ბერძენი მამაკაცი და ქალი. თესალონიკელმა იუდეველებმა კი, როდესაც შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაში ღვთის სიტყვა იქადაგა, იქაც მივიდნენ და ხალხი აღაშფოთეს. ძმებმა მაშინვე გაგზავნეს პავლეს ზღვისკენ, სილა და ტიმოთე კი იქ დარჩნენ. პავლეს თანმხლებებმა ის ათენში წაიყვანეს და სილასა და ტიმოთესთვის ბრძანების მიღების შემდეგ სწრაფად მისულიყვნენ მასთან, უკან დაბრუნდნენ. ათენში მათ მოლოდინში პავლე შეძრწუნდა კერპებით სავსე ქალაქის დანახვაზე. ის მსჯელობდა იუდეველებთან და ღვთისმოსავებთან სინაგოგაში და ყოველდღე ბაზარში მათთან, ვისაც ხვდებოდა. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოიკოსი ფილოსოფოსი კამათობდა მასთან. ზოგი ამბობდა, რას ნიშნავს ეს სიტყვა, სხვებმა კი ითქვეს, როგორც ჩანს უცხო ღმერთებს ქადაგებს, რადგან იესოს და აღდგომას უქადაგებდა მათ. წაიყვანეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს, შეგვიძლია გავიგოთ, რა არის ეს ახალი სწავლება, რომელსაც ქადაგებთ. რადგან უცხო რამეებს შემოგვაქვთ ყურებში. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რა არის ეს. მაშინ პავლე, არეოპაგის შუაგულში მდგომა, თქვა, ათენელებო, ყველაფერში ვხედავ, რომ განსაკუთრებით ღვთისმოსაები ხართ. რადგან როცა გავიარე და თქვენ სიწმინდეებს დავათვალიერე, ვიპოვე სამსხვერპლო წარწერით, უცნობ ღმერთს. ვისაც თქვენ თაყვანს სცემთ და არ იცნობთ, მე გიქადაგებთ. მან უთხრა მათ ღმერთზე სამყაროს შემოქმედზე, რომ ის არ ცხოვრობს ხელთქმულ ტაძრებში და რომ მან მთელი კაცობრიობა ერთი სისხლიდან შექმნა. მან მოუწოდა მათ, ეძიათ ღმერთი, განა ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან. რადგან მასში ვცოცხლობთ, მოძრაობთ და ვარსებობთ. და ზოგიერთი ბერძენი პოეტის ხსენების შემდეგ მან სინანულისკენ მოწოდება დაიწყო, რადგან ღმერთი უბრძანა ყველას ყველგან მოინანიონ და დაადგინა დღე, როდესაც ის განსჯის სამყაროს სიმართლით წინასწარ განსაზღვრული კაცის მეშვეობით, ყველას მისცა რწმენა მისი მკვდრეთით აღდგომით. როდესაც მკვდრეთით აღდგომის შესახებ გაიგეს, ზოგიერთმა დასცინა, ზოგი კი ამბობდა, ამაზე სხვა დროს მოგისმენთ. ამიტომ პავლე გამოვიდა მათგან. მაგრამ ზოგიერთმა კაცმა შეუერთდა მას და ირწმუნა, მათ შორის დიონისი არეოპაგელი და ქალი, სახელად დამარისი და სხვები მათთან ერთად. თავი მე-18. ამის შემდეგ პავლე ათენიდან წავიდა და კორინთოში ჩავიდა. იქ იპოვა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, პონტოელი, რომელიც იტალიიდან ახლახან ჩამოვიდა თავის ცოლ პრისკილასთან ერთად, რადგან კლაუდიუსმა ყველა იუდეველს რომის დატოვება უბრძანა. პავლე მათთან მივიდა და, რადგან იგივე ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და მუშაობდა, რადგან მათი ხელობა კარვების კერვა იყო. ყოველ შაბათს სინაგოგაში ქადაგებდა და არწმუნებდა როგორც იუდეველებს, ასევე ბერძნებს. როდესაც სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლე სიტყვით იყო გატაცებული და იუდეველებს უმოწმებდა, რომ იესო ქრისტე იყო. მაგრამ ისინი, წინააღმდეგობის გაწევით და გმობით, პავლეს დაარწმუნეს ეთქვა, თქვენს თავზე იყოს თქვენი სისხლი. მე სუფთა ვარ, ამიერიდან წარმართებთან მივდივარ. იქიდან წავიდა და ღვთისთაყვანისმცემლის, სახელად იუსტოსის სახლში წავიდა, რომლის სახლიც სინაგოგასთან იყო. სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა მთელი თავისი სახლეულით ირწმუნა უფალი და ბევრმა კორინთელმა, ეს რომ გაიგო, ირწმუნა და მოინათლა.
ღამით უფალმა ხილვაში უთხრა პავლეს, ნუ გეშინია, არამედ ილაპარაკე და ნუ გაჩუმდები, რადგან მე შენთან ვარ და არავინ დააშავებს, რადგან ამ ქალაქში ბევრი ხალხი მყავს. და იქ 1 წელი და 6 თვე დარჩა და ღვთის სიტყვას ასწავლიდა მათ. გალიონის აქაიაში პროკონსულობის დროს იუდეველებმა ერთხმად შეუტიეს პავლეს და სასამართლოში მიიყვანეს და უთხრეს, ეს კაცი ხალხს ასწავლის ღვთის თაყვანისცემას კანონის საწინააღმდეგოდ. გალიონმა კი იუდეველებს უთხრა, იუდეველებო, თუ რაიმე ცდუნება ან ბოროტება იქნებოდა, მექნებოდა თქვენი ტოლერანტობის საფუძველი, მაგრამ თუ რაიმე ცდუნება ან ბოროტება იქნებოდა, მექნებოდა თქვენი ტოლერანტობის საფუძველი. მაგრამ რადგან თქვენ შორის დავაა მოძღვრებაზე, სახელებსა და თქვენს კანონზე, თავად განიხილეთ ეს საკითხი, მე უარს ვამბობ ამ საქმეების მოსამართლედ ყოფნაზე. და გააძევა ისინი სასამართლოდან. მაშინ ყველა ბერძნმა შეიპყრო სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე და სასამართლოს წინაშე სცემეს და გალიონი ამან საერთოდ არ შეაწუხა. პავლე რამდენიმე დღე დარჩა, ძმებს დაემშვიდობა და სირიისკენ გაემგზავრა აკვილა და პრისკილაც მასთან ერთად იყვნენ, კენქრეში თავი გადაპარსეს აღთქმის აღსასრულებლად. ეფესოში ჩასვლისას დატოვა ისინი, სინაგოგაში შევიდა და იუდეველებთან მსჯელობა დაიწყო. როდესაც მათ სთხოვეს, რომ უფრო დიდხანს დარჩენილიყო მათთან, უარი თქვა, არამედ დაემშვიდობა მათ და თქვა, მოახლოებული დღესასწაული იერუსალიმში უნდა აუნიშნა, მაგრამ თუ ღმერთი ინებებს, ისევ დაუბრუნდები თქვენთან. და ეფესოდან გაემგზავრა. ეფესოში კი აკვილა და პრისკილა დატოვა. ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლოსი, ალექსანდრიელი, ჯერმეტყველი კაცი და წმინდა წერილების მცოდნე. მას უფლის გზის საფუძვლები ჰქონდა განათლებული და სულით მხურვალე, სწორად ლაპარაკობდა და ასწავლიდა უფალზე, მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა. სინაგოგაში თამამად დაიწყო ლაპარაკი. მისი მოსმენისას აკვილამ და პრისკილამ მიიღეს იგი და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა. როდესაც აქაიაში წასვლას აპირებდა, ძმებმა იქაურ მოწაფეებს კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს, მიეღოთ იგი. როდესაც ის იქ ჩავიდა, მადლით დიდად დაეხმარა მორწმუნეებს, რადგან საჯაროდ ძლიერად ამხელდა იუდეველებს და წმინდა წერილებიდან ამტკიცებდა, რომ იესო არის ქრისტე. თავი მე-19. აპოლოსის კორინთოში ყოფნისას, პავლეს ზემოქვეყნების მოვლის შემდეგ ეფესოში ჩავიდა. იქ რამდენიმე მოწაფე იპოვა და ჰკითხა, მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ. მათ უპასუხეს, არც კი გაგვიგია, არსებობს თუ არა სულიწმიდა. აღმოჩნდა, რომ ისინი მხოლოდ იოანეს ნათლობით იყვნენ მონათლულნი. პავლემ თქვა, იოანე მონანიების ნათლობით ნათლავდა ხალხს და ეუბნებოდა, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ანუ ქრისტე იესოში. ამის გაგონებაზე ისინი მოინათლნენ უფალი იესოს სახელით. როდესაც პავლემ ხელები დაადო მათ, სულიწმიდა გადმოვიდა მათზე და დაიწყეს ენებზე საუბარი და წინასწარმეტყველება. სულ 12-მდე იყვნენ. შემდეგ პავლე შევიდა სინაგოგაში და 3 თვის განმავლობაში თამამად ლაპარაკობდა, საუბრობდა და მოწმობდა ღვთის სასუფეველზე. მაგრამ როდესაც ზოგიერთები გაქვალდნენ და არ ირწმუნეს, ხალხის წინაშე უფლის გზას გმობდნენ, დატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში. ეს 2 წელი გაგრძელდა ასე, რომ აზიის ყველა მცხოვრებმა, როგორც იუდეველებმა, ასევე ბერძნებმა მოისმინეს უფალი იესოს ქადაგება. ღმერთმა მრავალი სასწაული მოახდინა პავლეს ხელით, ისე რომ მისი სხეულიდან ცხვირსახოცები და წინსაფრები აფარეს ავადმყოფებს, მათი სნეულებები განიკურნა და ბოროტი სულები გამოდიოდნენ მათგან. ზოგიერთმა მოხეტიალე იუდეველმა ეგზორცისტმაც კი დაიწყო უფალი იესოს სახელის ხსენება ბოროტი სულებით შეპყრობილებზე და ამბობდა, გაფიცებთ იესოს სახელით, რომელსაც პავლე ქადაგებს. ეს გააკეთეს იუდეველი მღვდელმთავრის სკევას 7-მა ვაჟმა. მაგრამ ბოროტმა სულმა უპასუხა, ვიცნობ იესოს და ვიცნობ პავლეს, მაგრამ თქვენ ვინ ხართ? და ბოროტი სულით შეპყრობილი კაცი თავს დაესხა, სძლია მათ და ისეთი ძალა გამოიყენა, რომ სახლიდან შიშვლები და ნაცემი გაიქცნენ. ეს ეფესოში მცხოვრებმა ყველამ შეიტყო და შიში დაეცა ყველას და უფალი იესოს სახელი განდიდდა. ბევრი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და ამხელდა თავის საქმეებს. ბევრმა ჯადოქრებმა შეაგროვეს თავიანთი წიგნები და ყველას წინაშე დაწვეს. წიგნების ღირებულება გამოითვალა და აღმოჩნდა, რომ თანხა 50,000 დრახკანი იყო. ასე იზრდებოდა და ძლიერდებოდა უფლის სიტყვა. როდესაც ეს მოხდა, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონია და აქაია გაევლო და იერუსალიმში წასულიყო და თქვა, იქ რომის შემდეგ რომიც უნდა ვნახო. მაკედონიაში გაგზავნა თავისი 2 მსახური, ტიმოთე და ერასტოსი, თავად კი ერთხანს აზიაში დარჩა. იმ დროს უფლის გზის წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოხდა.
რადგან ერთმა ვერცხლის მჭედელმა, სახელად დემეტრიოსმა, რომელიც არტემიდას ვერცხლის ტაძრებს ამზადებდა და ხელოსნებს დიდ მოგებას აძლევდა, შეკრიბა ისინი და სხვა მსგავსი ხელოსნები და უთხრა: მეგობრებო, თქვენ იცით, რომ ჩვენი კეთილდღეობა ამ ხელობაზეა დამოკიდებული. ამასობაში ხედავთ და გესმით, რომ არა მხოლოდ ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში, ამ პავლემ თავისი რწმენით საკმაოდ ბევრი ადამიანი შეაცდინა და თქვა, რომ ადამიანის ხელით გაკეთებული არ არის ღმერთები. ეს კი ჩვენს გვემუქრება, არა მხოლოდ ჩვენი ხელობა შეურაცხყოფას მიაყენებს, არამედ დიდი ქალღმერთის არტემიდას ტაძარიც უსარგებლო გახდება და მისი სიდიადე, რომელსაც მთელი აზია და მსოფლიო პატივს სცემს, დაეცემა. ამის გაგონებისას განრისხდნენ და ყვირილი დაიწყეს: დიდია ეფესელთა არტემიდა. მთელი ქალაქი არეულობამ მოიცვა. პავლეს თანმხლები მაკედონელები, გაიუსი და არისტარქე, შეიპყრეს და ერთსულოვნად მიირბინეს სანახაობისკენ. როდესაც პავლეს ხალხში შესვლა სურდა, მოწაფეებმა ხელი შეუშალეს. აზიის ზოგიერთმა მმართველმა, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, თხოვნით მიმართეს მას, რომ არ გამოჩენილიყო ამ სანახაობაზე. ამასობაში ზოგიერთს ყვირო და ზოგი მეორეს, რადგან შეკრება არეული იყო და უმეტესობამ არ იცოდა, რატომ იყვნენ შეკრებილნი. იუდეველების რჩევით, ხალხში ალექსანდრე გამოიყვანეს. ალექსანდრემ ხელით ანიშნა და სურდა, ხალხს საკუთარი თავის დასაცავად მიემართა. მაგრამ როდესაც გაიგეს, რომ ის იუდეველი იყო, ყველამ ერთხმად იყვირა და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ყვიროდნენ: დიდია ეფესელთა არტემიდა. ბოლოს, მშვიდობის მცველმა, ბრბოს და მშვიდების შემდეგ, თქვა: ეფესოელებო, ვინ არ იცის, რომ ეფესო ქალაქი დიდი ქალღმერთის, არტემიდესა და დიოპეტეს საკურთხეველია? თუ ამაზე კამათი არ არის, მაშინ დამშვიდდით და ნუ იმოქმედებთ ნაჩქარევად. თქვენ მოიყვანეთ ეს კაცები, რომლებმაც არც არტემიდეს ტაძარი გაძარცვეს და არც თქვენი ქალღმერთი შეურაცხყვეს. თუ დემეტრიოს და მასთან ერთად მყოფ სხვა მხატვრებს ვინმეს წინააღმდეგ რამე საჩივარი აქვთ, მაშინ არსებობს სასამართლო კრებები და პროკონსულები, ერთმანეთზე იჩივლონ. მაგრამ თუ სხვა რამეს ეძებთ, მაშინ ეს კანონიერ კრებაზე გადაწყდება. რადგან დღეს მომხდარის გამო ამბოხებაში და დანაშაულების საფრთხე გვემუქრება, რადგან არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ასეთი შეკრება გავამართლოთ. ამის თქმის შემდეგ მან კრება დაშალა. თავი 20. აჯანყების დასრულების შემდეგ, პავლემ შეკრიბა მოწაფეები და მაკედონიისკენ გაემართა. ამ მხარეების გავლისა და მორწმუნეებისთვის ბევრი ინსტრუქციის მიცემის შემდეგ, ის საბერძნეთში ჩავიდა. იქ 3 თვე დარჩა. როდესაც იუდეველებს შორის მის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო, მას სირიაში წასვლა სურდა, ამიტომ გადაწყვიტა მაკედონიის გავლით დაბრუნება. მასთან ახლდნენ პიროსელი სოსიპატრო, თესალონიკელი არისტარქე და სეკუნდოსი, დერბელი გაიუსი, ტიმოთე, ტიქიკოსი და აზიელი ტროფიმე. ისინი წინ წავიდნენ და ტროაში გველოდნენ. ჩვენ ფილიპედან უფუარობის დღესასწაულის შემდეგ გავცურეთ და დაახლოებით 5 დღის შემდეგ ტროაში ჩავედით, სადაც 7 დღე დავრჩით. კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლე, რომელიც მეორე დღეს მიემგზავრებოდა, ესაუბრებოდა მათ და ქადაგებას შუაღამემდე აგრძელებდა. ზედა ოთახში, სადაც ისინი შეკრებილები იყვნენ, ბევრი ლამპარი ენთო. სანამ ისინი დიდხანს საუბრობდნენ, ფანჯარასთან მჯდომი ახალგაზრდა კაცი, სახელად ევტიქე, ღრმად ჩაეძინა. შეშინდა, მესამე სართულიდან გადმოვარდა და მკვდარი აიყვანეს. პავლე ჩამოვიდა, დაეცა მასზე, მოიხვია და უთხრა: ნუ გეშინია, რადგან მისი სული მასშია. ადგა პური გატეხა და ჭამა. დიდხანს ლაპარაკობდა გათენებამდე და წავიდა. ამასობაში ახალგაზრდა კაცი ცოცხალი და დიდად ნუგეშის მცემელი დაბრუნდა. ასოსში გავემგზავრეთ, რადგან იქიდან პავლეს გემზე აყვანა გვინდოდა, რადგან ასე გვიბრძანა, თვითონ კი სიარული აპირებდა. როდესაც ასოსში შეგხვდა, გემზე ავიყვანეთ და მიტილენეში ჩავედით. იქიდან გასვლის შემდეგ მეორე დღეს ქიოს მიაღწიეს, მეორე დღეს კი სამოსს. ტროილიუმის მონახულების შემდეგ მეორე დღეს მილეტში ჩავიდნენ. პავლემ გადაწყვიტა, ეფესოს გვერდი აუარებინა, რათა აზიაში არ გაჩერებულიყო, რადგან სურდა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, სულთმოფენობაზე იერუსალიმში ყოფილიყო. მილეტიდან ეფესოში კაცები გაგზავნა და ეკლესიის უხუცესები დაიბარა. როდესაც ისინი მასთან მივიდნენ, მან უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, რაც აზიის მიწაზე ფეხი დავდე, თქვენთან ვიყავი, მრავალ განსაცდელში ვემსახურებოდი უფალს, სრული თავმდაბლობითა და მრავალი ცრემლით. არ მოვერიდე თქვენთვის ყველაფრის თქმას, რაც სასარგებლო იყო და საჯაროდ და სახლიდან სახლში გასწავლებას. ახლა კი, სულით შეკრული, იერუსალიმში მივდივარ და არ ვიცი, რა დამემართება იქ. მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს ყველა ქალაქში, რომ ბორკილები და გაჭირვება მელოდება.
მაგრამ არაფერზე არ ვდარდობ და არც სიცოცხლეს ვაფასებ, რათა სიხარულით დავასრულოთ ჩემი გზა და მსახურება, რომელიც უფალი იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღვთისმადლის შესახებ. ახლა კი ვიცი, რომ თქვენგან არც ერთი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ღვთის სასუფეველს ვქადაგებდი, აღარ იხილავს ჩემს სახეს. ამიტომ დღეს გიმოწმებთ, რომ ყველა სისხლისგან უდანაშაულო ვარ, რადგან არ მოვერიდეთ თქვენთვის ღვთის მთელი განზრახვის გამოცხადებას. ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ყველას. სამწყსოს, რომლის ზედამხედველებადაც სულიწმიდამ დაგნიშნათ, რათა მწყემსოთ ღვთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. რადგან ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. თქვენგან კი აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები თან გაიყოლონ. ამიტომ იფხიზლეთთ. და მუხლებზე დაიჩოქა და ყველასთან ერთად ილოცა. ყველა მწარედ ატირდა, პავლეს კისერზე მოეხვია და აკოცა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მის სახეს ვეღარ იხილავდნენ. და ნავამდე გაჰყვნენ. თავი 21. მათ დავემშვიდობეთ და პირდაპირ კოსში ჩავედით მეორე დღეს როდოსში, იქიდან კი პატარაში. ფინიკიისკენ მიმავალი გემი ვიპოვეთ, ავედით და გავცურეთ. ტვიროსში ჩასვლისას გემი გადმოვტვირთეთ და 7 დღე იქ დავრჩით, სადაც მოწაფეები ვიპოვეთ. სულით შთაგონებულებმა პავლეს გააფრთხილეს, რომ იერუსალიმში არ წასულიყო. მაგრამ როდესაც დღეები გავიდა, ყველანი ერთად ცოლშვილით, ქალაქის იქითაც კი გავემგზავრეთ. ნაპირზე მუხლებზე დავიჩოქეთ, ვილოცეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ, გემზე ავედით, ისინი კი სახლში დაბრუნდნენ. ტვიროსიდან გასეირნებისას პტოლემაისში ჩავედით, სადაც ძმებთან ერთი დღის გატარების შემდეგ კესარიაში გავემგზავრეთ. ფილიპე მახარებლის 7-დან ერთ-ერთის სახლში შევედით და მასთან დავრჩით. მას 4 ქალწული ქალიშვილი ჰყავდა, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ. სანამ მათთან მრავალი დღე ვრჩებოდით, იუდეიდან წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი, მოვიდა ჩვენთან და პავლეს ქამარი აიღო. მან ხელები და ფეხები შეიკრა და თქვა, ასე ამბობს სულიწმიდა, იუდეველები იერუსალიმში შეკრავენ ამ სარტყლის მფლობელს და წარმართებს გადასცემენ. როდესაც ჩვენ და იქ მყოფებმა ეს გავიგეთ, ვთხოვეთ პავლეს, რომ იერუსალიმში არ წასულიყო. მაგრამ პავლემ უპასუხა, რას აკეთებთ? რატომ ტირით და გულს მიხეთქავთ? მე არა მხოლოდ პატიმარი ვარ, არამედ მზად ვარ იერუსალიმში მოვკვდე უფალი იესოს სახელისთვის. როდესაც ვერ დავარწმუნეთ იგი, დავმშვიდდით და ვთქვით, იყოს უფლის ნება. იმ დღეების შემდეგ შევიკრიბეთ და იერუსალიმში წავედით. კესარიელი მოწაფეებიც თან წაიყვანეს და ერთ ძველ მოწაფეს, კვიპროსელ მნასონს, მივყვებოდით, რომელთანაც უნდა დავრჩენილიყავით. იერუსალიმში ჩასვლისას ძმებმა გულითადად მიგვიღეს. მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად მოვიდა იაკობთან და ყველა უხუცესიც მოვიდა. პავლემ მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო, რა გააკეთა ღმერთმა წარმართებს შორის მისი მსახურებით. ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს მას, ხედავ ძმაო, რამდენი 1000 იუდეველი ირწმუნა და ყველა მათგანი მოშურნე რჯულის მიმართ. მაგრამ შენზე გაიგეს, რომ ასწავლი ყველა იუდეველს, ვინც წარმართებს შორის ცხოვრობს, მოსეს მიტოვებას და ეუბნები, რომ არ წინადას თვითონ შვილები და არ იმოქმედონ წესჩვეულებების მიხედვით. მერე რა? ხალხი შეიკრიბება, რადგან გაიგებენ, რომ მოხვედი. ამიტომ გააკეთე ის, რასაც გეუბნები, მყავს 4 კაცი, რომლებსაც აღთქმა აქვთ დადებული. წაიყვანე ისინი და განიწმინდე მათთან ერთად და გადაიხადე მათთვის მსხვერპლის საფასური, რათა თავი გაიპარსონ. მაშინ ყველა გაიგებს, რომ შენზე მოსმენილი ცრუა, შენ კი იცავ რჯულს. პავლემ წაიყვანა ეს კაცები და მეორე დღეს, მათთან ერთად განიწმინდა, შევიდა ტაძარში და გამოაცხადა განწმენდის დღეების დასასრული, როდესაც თითოეული მათგანისთვის შესაწირავი უნდა შეეწირათ. როდესაც 7 დღე დასრულდა, აზიელმა იუდეველებმა, ტაძარში რომ დაინახეს, აჯანყეს მთელი ხალხი, ხელები დაადეს მასზე და შესწახეს, ისრაელებო დამეხმარეთ. ეს კაცი ყველგან ყველას ასწავლის ხალხის, კანონისა და ამ ადგილის წინააღმდეგ. მან ტაძარში ბერძნებიც შეიყვანა და ეს წმინდა ადგილი შებილცა. რადგან მათ ადრე ქალაქში მასთან ერთად ენახათ ტროფიმე ეფესელი და ეგონათ, რომ პავლემ შეიყვანა იგი ტაძარში. მთელი ქალაქი აჟიოტაჟით აღივსო და ხალხი შეიკრიბა. პავლე შეიპყრეს, ტაძრიდან გამოათრიეს და მაშინვე ჩაკეტეს კარები. სანამ მის მოკვლას ცდილობდნენ, პოლკის მეთაურს ამბავი მიუვიდა, რომ მთელი იერუსალიმი აურზაურით იყო სავსე. მან მაშინვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და თავს დაესხა. როდესაც დაინახეს მეთაური და ჯარისკაცები, შეწყვიტეს პავლეს ცემა. მაშინ მეთაური მივიდა, შეიპყრო იგი, ბრძანა 2 ჯაჭვით შეკვრა და იკითხა, ვინ იყო და რა ჩაიდინა.
ხალხიდან ზოგი ერთს ყვიროდა, ზოგი კი მეორეს. არეულობის გამო ვერაფერი გაარკვია და ბრძანა, ციხესიმაგრეში მიეყვანათ. როდესაც კიბეებს მიაღწია, ჯარისკაცებს მოუწიათ მისი წაყვანა ხალხის ზეწოლის გამო, რადგან დიდი ხალხი მისდევდა და ყვიროდა, შეიყვანეთ. თავი 22. ძმებო, მამებო, ახლა ისმინეთ ჩემი დამცველი თქვენს წინაშე. როდესაც მოისმინეს მისი ებრაული ენა, ისინი კიდევ უფრო დამშვიდდნენ. მან თქვა, მე ვარ იუდეველი, დაბადებული კილიკიის ტარსოსში, მაგრამ ამ ქალაქში გამალიელის ფეხებთან ავზარდე, მამა პაპის რჯულის გულმოდგინე განსწავლული, ღვთისმოშურნე კაცი, როგორც თქვენ ყველანი დღეს. მე ვდევნიდი ამ სწავლების მიმდევრებს სიკვდილამდე, ბორკავდი და ვუშვებდი საპყრობილეში კაცებსა და ქალებს. და უამბო მათ დამასკოს გზაზე გამოჩენის ანანიას შესახებ და მის მიერ მიღებული მოწოდების შესახებ. როდესაც დავბრუნდი იერუსალიმში და ვლოცულობდი ტაძარში, ტრანსში ჩავარდი და დავინახე იგი და მითხრა, იჩქარე და სწრაფად გადი იერუსალიმიდან, რადგან შენი მოწმობა ჩემზე აქ არ იქნება მიღებული. და მითხრა, წადი და შორს გაგიშვებ წარმართებთან. ამ დრომდე უსმენდნენ მას, მაგრამ შემდეგ შეჰყვირეს, მოაშორეთ ასეთი კაცი მიწის პირიდან. რადგან არ უნდა იცოცხლოს. სანამ ისინი ყვიროდნენ, ტანსაცმელს ყრიდნენ და მტვერს ჰაერში ყრიდნენ, 1000-ის თავმა ბრძანა, ციხესიმაგრეში შეეყვანათ და გაშოლდეს, რათა გაეგოთ, რატომ ყვიროდნენ მასზე. მაგრამ როდესაც თასმებით გაჭიმეს, პავლემ უთხრა იქ მდგომ ასის თავს, ნებადართულია თუ არა რომაელი მოქალაქის გაშოლტვა სასამართლოს გარეშე, ასის თავმა ეს რომ გაიგო, მივიდა და 1000-ის თავს მოახსენა, ფრთხილად იყავი, რას აპირებ, ეს კაცი რომის მოქალაქეა. მაშინ მიუახლოვდა მას 1000-ის თავი და ჰკითხა, მითხარი, რომის მოქალაქე ხარ? მან თქვა, დიახ. 1000-ის თავი მიუგო, ეს მოქალაქეობა დიდი ფასად შევიძინე. პავლემ უპასუხა, რომის მოქალაქედ დავიბადე. მაშინ მისი წამების მსურველები მაშინვე უკან დაიხიეს. მაგრამ 1000-ის თავი, როდესაც გაიგო, რომ რომის მოქალაქე იყო, შეეშინდა, რომ შებოჭილი ჰყავდა. მეორე დღეს სურდა დანამდვილებით გაეგო, რაში ადანაშაულებდნენ მას იუდეველები, გაათავისუფლა იგი ბორკილებიდან და უბრძანა მღვდელმთავრებსა და მთელ სინედრიონს შეკრება. გამოიყვანა პავლე და წარუდგინა მათ. თავი 23. პავლემ სინედრიონს მიაპყრო მზერა და თქვა, ძმებო, მე ღვთის წინაშე სრულიად სუფთა სინდისით ვცხოვრობ დღემდე. მაშინ მღვდელმთავარმა ანანიამ უბრძანა მის წინ მდგომებს, პირში დაერტკმინათ. მაშინ პავლემ უთხრა მას, ღმერთი გცემს შენ, შეთეთრებულ კედელო. აქ ზიხარ და კანონით განიკითხავ, კანონის საწინააღმდეგოდ კი მიბრძანებ, რომ გცემენ. იქ მდგომებმა უთხრეს, ღვთის მღვდელმთავარს შეურაცხყოფ? პავლემ უპასუხა, არ ვიცოდი, ძმებო, რომის მღვდელმთავარი იყო, რადგან დაწერილია, არ ილაპარაკო შენი ხალხის მთავარზე ცუდად. პავლემ, როდესაც შენიშნა, რომ კრებულის ერთი ნაწილი სადუკეველები იყვნენ, მეორე კი ფარისევლები, სინედრიონში შესწახა, ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის შვილი. მკვდრეთით აღდგომის იმედის გამო განვიხილავ. როდესაც მან ეს სიტყვები თქვა, ფარისევლებსა და სადუკევლებს შორის დავაატყდა და კრებული გაიხო. რადგან სადუკეველები ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, არც ანგელოზი და არც სული ფარისევლები კი ორივეს აღიარებენ. დიდი ხმაური ატყდა და ზოგიერთი ფარისეველი წამოდგა და კამათობდა, ამ კაცში ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოულობთ. მაგრამ თუ სული ან ანგელოზი ელაპარაკა, ნუ შევეწინააღმდეგებით ღმერთს. როდესაც დიდი არეულობა ატყდა მეთაურმა, პავლეს ნაწილებად დაგლიჯვის შიშით, უბრძანა ჯარისკაცებს, ჩასულიყვნენ, შეეპყროთ იგი მათგან და ციხესიმაგრეში მიჰყავდათ. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა, გამხნევდით, პავლე. რადგან როგორც იერუსალიმში დაამოწმე ჩემზე, რომშიც უნდა დაამოწმო. როდესაც გათენება დადგა, ზოგიერთმა იუდეველმა შეთქმულება მოაწყო და დაიფიცა, რომ პავლეს მოკლამდე არც ჭამდნენ და არც სვამდნენ 40-ზე მეტი იყო. ისინი მივიდნენ მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს, ფიცი დავდეთ, რომ არაფერს ვჭამთ, სანამ პავლეს არ მოვკლავთ. ამიტომ თქვენ და სინედრიონი აცნობეთ 1000-ის თავს, რომ ხვალ გამოგიყვანოთ იგი, თითქოს გსურთ მისი საქმის უფრო დეტალურად განხილვა. ჩვენ კი მზად ვართ მოვკლათ, სანამ ის მოვა. მაგრამ პავლეს დის შვილმა, როდესაც ეს შეთქმულება გაიგო, ციხესიმაგრეში მივიდა და პავლეს შეატყობინა. პავლემ ერთ-ერთ 1000-ის თავს დაუძახა და უთხრა, მიიყვანე ეს ჭაბუკი 1000-ის თავთან, რადგან რაღაც აქვს სათქმელი. 1000-ის თავმა წაიყვანა იგი, 1000-ის თავთან მიიყვანა და უთხრა, პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, რომ ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, რომელსაც რაღაც აქვს სათქმელი შენთან. 1000-ის თავმა ხელი მოჰკიდა, გვერდზე გაიყვანა და ჰკითხა, რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?
შემდეგ მან თქვა, იუდეველები შეთანხმდნენ, რომ ხვალ პავლეს სინედრიონის წინაშე წარადგინონ, თითქოს მისი საქმის უფრო საფუძვლიანად გამოძიება სურთ. მაგრამ ნუ დათანხმდები, რადგან 40-ზე მეტი კაცი ჩასაფრებულია მას და დაიფიცეს, რომ არც ჭამენ და არც სვამენ, სანამ არ მოკლავენ. ახლა კი მზად არიან და შენს ბრძანებას ელოდებიან. მხედართ მთავარმა გაუშვა ახალგაზრდა კაცი და უბრძანა, არავის უთხრა, რომ ეს გამიმხილე. შემდეგ 200-ის თავი დაიბარა და უთხრა, მომიმზადეთ 200 ქვეითის 70 მხედარი და 200 მშვილდოსანი, რათა ღამის მესამე საათზე კესარიაში წავიდეთ. ასევე მოამზადეთ ვირები, რათა პავლე დავსხდეთ და უსაფრთხოდ მივიყვანოთ გამგებელ ფელიქსთან. მან შემდეგი წერილი დაწერა, კლაუდიუს ლისია უდიდებულეს მმართველ ფელიქსს მოკითხვა. იუდეველებმა შეიპყრეს ეს კაცი და მოკლას აპირებდნენ. მაგრამ მე ჯარისკაცებით მივედი და გადავარჩინე, რადგან გავიგე, რომ რომის მოქალაქე იყო. შემდეგ მის წინააღმდეგ ბრალდებების გასარკვევად მათ სინედრიონში წარუდგინე და აღმოვაჩინე, რომ მას ბრალი ედებოდა მათ კანონთან დაკავშირებით საკამათო შეხედულებებში, მაგრამ მას არ ჰქონდა დანაშაული, რომელიც სიკვდილის ან ბორკილების ღირსი იყო. როდესაც ამ კაცის წინააღმდეგ იუდეველების შეთქმულების შესახებ შემატყობინეს, მაშინვე თქვენთან გამოუგზავნე და მის ბრალდებლებს უბრძანე, რომ თქვენს წინაშე მის წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ. ნახვამდის. ჯარისკაცებმა, ბრძანების თანახმად, პავლე აიყვანეს და ღამით ანტიპატრისში წაიყვანეს. მეორე დღეს, მასთან ერთად მხედრები გაუშვეს და ციხესიმაგრეში დაბრუნდნენ. კესარიაში ჩავიდნენ, წერილი მმართველს გადასცეს და პავლე წარუდგინეს. მმართველმა წერილის საკითხვის შემდეგ კითხა, რომელი პროვინციიდან იყო და როდესაც შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, უთხრა, მოგისმენ, როცა შენი ბრალდებლებიც გამოჩნდებიან. დაბრძანა ჰეროდეს პრეტორიუმში დარაჯად ყოლოდათ იგი. თავი 24. 5 დღის შემდეგ მოვიდა მღვდელმთავარი ანანია უხუცესებთან და ერთ რიტორიკოს ტერტულოსთან ერთად, რომელმაც მმართველს პავლეს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. როდესაც ის გამოიძახეს, ტერტულოსმა მისი ბრალდება დაიწყო და თქვა, პატივცემულო ფელიქსს, ვაღიარებთ, რომ თქვენთან მრავალი წლის განმავლობაში ღრმა მშვიდობა იყო შენარჩუნებული და რომ თქვენი წინდახედულების წყალობით ამ ხალხის საკეთილდღეოდ რეფორმები განხორციელდა, ამას ყოველთვის და ყველგან ვაღიარებთ სრული მადლიერებით. თუმცა რათა ზედმეტად არ დაგამძიმოთ, გთხოვთ, მოკლედ მოგვისმინოთ თქვენთვის დამახასიათებელი ლმობიერებით. რადგან ეს კაცი საზოგადოების უბედურებად, მთელ მსოფლიოში იუდეველებს შორის ამბოხების ამბოხებლად და ნაზარეთელთა ერესის წარმომადგენელად მივიჩნიეთ, რომელმაც ტაძრის შეურაცხყოფაც კი გაბედა, დავაპატიმრეთ და ჩვენი კანონის მიხედვით გვინდოდა მისი განსჯა. მაგრამ მოვიდა მხედართ მთავარი ლისია, დიდი ძალით წაართვა იგი ჩვენს ხელიდან და უბრძანა მის ბრალდებლებს, რომ თქვენთან მოსულიყვნენ. თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაკითხოთ იგი და გაიგოთ მისგან ყველა ბრალდება, რომელსაც ჩვენ მის წინააღმდეგ ვდებთ. იუდეველებიც შეუერთდნენ და დაადასტურეს, რომ ასე იყო. როდესაც გამგებელმა ანიშნა, რომ ელაპარაკა, პავლემ უპასუხა, ვიცი, რომ ამ ხალხს სამართლიანად ასამართლებდი მრავალი წლის განმავლობაში, ამიტომ უფრო თავისუფლად დავიცავ ჩემს საქმეს. იცი, რომ 12 დღეც არ გასულა მას შემდეგ, რაც იერუსალიმში თაყვანისცემისთვის შევედი. არც საწმინდარში, არც სინაგოგებში და არც მთელ ქალაქში არავისთან არ მინახავს კამათში ან არეულობაში და ვერც იმ ბრალდებების დამტკიცება, რომლებშიც ახლა მადანაშაულებენ. მაგრამ ვაღიარებ შენს წინაშე, რომ იმ სწავლების თანახმად, რომელსაც ისინი ერესს უწოდებენ, ჭეშმარიტად ვემსახურები ჩემი მამების ღმერთს, მჯერა ყველაფერი, რაც რჯულსა და წინასწარმეტყველებშია დაწერილი და მაქვს იმედი ღმერთის, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართალთა და უსამართლოთა, რასაც თავადაც ელიან. უფრო მეტიც, ვცდილობ ღვთისა და ადამიანების წინაშე უმციკლო სინდისი შევინარჩუნო. მრავალი წლის შემდეგ მოვედი, რათა ჩემი ხალხისთვის მოწყალება და შესაწირავი მიმეტანა. და მნახეს განწმენდილი ტაძარში, ხალხთან ერთად არა და ხმაური არა მომიღია. ესენი იყვნენ აზიელი იუდეველები, რომლებიც აქ უნდა გამოსულიყვნენ შენს წინაშე და ბრალი დამედო, თუ რამე აქვთ ჩემს წინააღმდეგ. ან იქნება ამ იუდეველებმა გითხრან, რა სიცრუე იპოვეს ჩემში. როდესაც სინედრიონის წინაშე ვიდექი, გარდა ერთი სიტყვისა, რომელიც ხმამაღლა წარმოვთქვი მათ შორის დგომისას, მკვდრეთით აღდგომის გამო, ახლა თქვენგან მიკითხავთ. ეს რომ გაიგო ფელიქსმა, მათი საქმე გვერდზე გადადო და თქვა, როდესაც 1000-ის თავი ლისია მოვა, თქვენს საქმეს განვიხილავ. მან 100-ის თავს უბრძანა, პავლე დაეცვა, მაგრამ არ შეეშალა ხელი ან არ აეკრძალა მისი ნათესავებისთვის მისთვის მსახურება, ან მასთან სტუმრობა. რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსმა, რომელიც თავის ცოლ დრუსილასთან, იუდეველ ქალთან ერთად ჩავიდა, პავლე გამოიძახა და მოისმინა, როგორ საუბრობდა იგი ქრისტე იესოს რწმენაზე.
მაგრამ როდესაც მან სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სამსჯავროზე ისაუბრა, ფელიქს შიში შეეპარა და უპასუხა: წადი ახლა და როცა დროს ვიპოვით და გიძახებ. მას ასევე იმედი ჰქონდა, რომ პავლე ფულს მისცემდა მის გასათავისუფლებლად, ამიტომ ხშირად იძახებდა მას და ესაუბრებოდა. მაგრამ 2 წლის შემდეგ ფელიქსი პორციუს ფესტუსმა შეცვალა. იუდეველებისთვის სიამოვნების მოპოვების სურვილით, ფელიქსმა პავლე ბორკილებით დატოვა. თავი 25. ფესტუსი, რომელიც ამ მხარეში ჩავიდა, 3 დღის შემდეგ კესარიიდან იერუსალიმში გაემგზავრა. მაშინ მღვდელმთავარი და იუდეველთა წინამძღოლები მასთან მივიდნენ პავლეს წინააღმდეგ საჩივრით და სთხოვეს, რომ შეწყალება გამოეჩინა და იერუსალიმში დაეძახებინა, გზაში მისი მოკლა გადაეწყვიტათ. მაგრამ ფესტუსმა უპასუხა, რომ პავლე კესარიაში იყო დაპატიმრებული და რომ ის მალე იქ წავიდოდა. ამიტომ თქვა მან, ვისაც შეუძლია, წამოვიდეს ჩემთან და თუ ამ კაცის წინააღმდეგ რამეა, ბრალი წაუყენოს. მათთან 8 ან 10 დღე არ დარჩენილა, შემდეგ კესარიაში დაბრუნდა და მეორე დღეს სამსჯავროზე დაჯდა და პავლეს მოყვანა ბრძანა. როდესაც ის მივიდა, იერუსალიმიდან ჩამოსულმა იუდეველებმა შემოეხვინენ და მრავალი სერიოზული ბრალდება წაუყენეს, რომელთა დამტკიცებაც ვერ შეძლეს. პავლემ თავის დასაცავად თქვა: მე არ ჩამიდენია დანაშაული არც იუდეველთა კანონის, არც ტაძრის და არც კეისრის წინააღმდეგ. ფესტუსმა, რომელსაც იუდეველებისთვის სიამოვნების მიღება სურდა, პავლეს უპასუხა: გსურს იერუსალიმში წასვლა, რომ ამ საქმეში განგიკითხო? პავლემ უპასუხა: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც განკითხვის ღირსი ვარ. იუდეველებისთვის არაფერი დამიშავებია, როგორც შენც კარგად იცი. რადგან თუ რამე დამიშავებია და სიკვდილის ღირსი ჩამიდენია, სიკვდილზე უარს არ ვამბობ. ხოლო თუ ესენი მაბრალებენ, არც ერთი არ არის ჭეშმარიტი, ვერავინ გადამცემს მათ. კეისრის სამსჯავროს ვითხოვ. მაშინ ფესტუსმა საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ უპასუხა: კეისრის სამსჯავროს ითხოვ და კეისართან წახვალ. რამდენიმე დღის შემდეგ კესარიაში მეფე აგრიპა და ბერნიკე ჩავიდნენ ფესტუსის მისალოცად. და როდესაც ისინი იქ მრავალი დღე დარჩნენ, ფესტუსმა მეფეს პავლეს საქმე წარუდგინა და უთხრა: ფელიქსის მიერ შეპყრობილი კაცი მყავს, რომლის წინააღმდეგაც, როცა იერუსალიმში ვიყავი, იუდეველთა მღვდელმთავრები და უხუცესები მოვიდნენ საჩივარით და მის გასამართლებას ითხოვდნენ. მე ვუპასუხე მათ, რომ რომაელთაც ეს ჩვეულება არ არის სიკვდილით დასჯა, სანამ ბრალდებულს ბრალმდებლები არ მოჰყავს და ბრალდებისგან თავის დაცვის თავისუფლება არ მიეცემა. როდესაც ისინი აქ მოვიდნენ, მეორე დღესვე, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე სამსჯავრო ტახტზე დავჯექი და ვბრძანე, ეს კაცი მოეყვანათ. როდესაც მისმა ბრალმდებლებმა წამოდგნენ, ჩემს მიერ წაყენებული ბრალდებებიდან არც ერთი არ წამოუყენებიათ. მათ მასთან კამათი ჰქონდათ ღვთისმსახურებასა და გარდაცვლილი ესოზე, რომლის შესახებაც პავლე ცოცხალზე ამბობდა. ამ საკითხის გადაწყვეტით გაკვირვებულმა ვკითხე, ნუ თუ მას იერუსალიმში წასვლა და იქ განკითხვა სურს ამ საქმეზე, მაგრამ რადგან პავლე მოითხოვდა, რომ აუგუსტუსის სასამართლო პროცესზე დაეტოვებინათ, ბრძანე, რომ დაპატიმრებულიყო, სანამ კეისართან არ გავაგზავნიდი. აგრიპამ ფესტუსს უთხრა: მეც მინდა ამ კაცის მოსმენა. ხვალ, თქვა ფესტუსმა, მოусმენ. მეორე დღეს, როდესაც აგრიპა და ბერნიკე დიდი ზეიმით მოვიდნენ და სასამართლო დარბაზში შევიდნენ 1000-ის თავებთან და წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად, ფესტუსის ბრძანებით პავლე მოიყვანეს. ფესტუსმა თქვა: მეფე აგრიპა და ყველა ჩვენთან დამსწრე კაცი. ხედავთ მას, ვის წინააღმდეგაც იუდეველთა მთელი სიმრავლე მოვიდა ჩემთან იერუსალიმში და აქ დაყვიროდნენ, რომ აღარ უნდა ეცოცხლა. აღმოვაჩინე, რომ მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია, მაგრამ რადგან თავად მოითხოვა აუგუსტოსისგან სასამართლო პროცესი, გადავწყვიტე მასთან გამეგზავნა. არაფერი მაქვს სანდო მის შესახებ იმპერატორისთვის დასაწერი, ამიტომ მოვიყვანე იგი თქვენთან, განსაკუთრებით კი თქვენთან, მეფე აგრიპა, რათა მისი დაკითხვის შემდეგ მქონდეს რაიმე დასაწერი. რადგან უსაფუძვლოდ მეჩვენება პატიმრის გაგზავნა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების წარდგენის გარეშე. თავი 26. აგრიპამ პავლეს უთხრა: ნება გაქვს საკუთარი თავისთვის ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დაცვა დაიწყო. მეფე აგრიპა, ბედნიერად მივიჩნევ თავს, რომ დღეს შენს წინაშე შემიძლია თავი დავიცვა ყველა იმ ბრალდებისგან, რაშიც იუდეველები მადანაშაულებენ, მით უმეტეს, რომ იცნობ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და საკამათო შეხედულებას. ამიტომ, გთხოვთ მომისმინოთ. ჩემი ცხოვრება ახალგაზრდობიდანვე, რომელიც თავიდან იერუსალიმში ჩემს ხალხთან ერთად გავატარე, ყველა იუდეველისთვის ცნობილია, თუ სურთ დაამოწმონ, დიდი ხანია იციან ჩემ შესახებ, რომ ფარისეველივით ვცხოვრობდი ჩვენი რწმენის უმკაცრესი სწავლების შესაბამისად.
ახლა კი სასამართლოს წინაშე ვდგავარ იმ იმედისთვის, რომელიც მქონდა ჩვენი მამებისთვის მიცემული აღთქმის მიმართ, რომლის შესრულებასაც ჩვენი 12 ტომი იმედოვნებს, დღე და ღამე გულმოდგინედ ვემსახურები ღმერთს. ამ იმედისთვის, მეფე აგრიპა, იუდეველები მადანაშაულებენ. მაშ, რა გგონიათ, წარმოუდგენელია, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს. მეც ვფიქრობდი, რომ ბევრი რამ უნდა მექნა იესო ნაზარეველის სახელის საწინააღმდეგოდ. აი რას ვაკეთებდი იერუსალიმში, მღვდელმთავრებისგან მიღებული უფლებამოსილების მიუხედავად, მრავალი წმინდანი დავაპატიმრე და როცა კლავდნენ ვაძლევდი ჩემი ხმა მათ წინააღმდეგ. ასევე ხშირად ვაწამებდი მათ ყველა სინაგოგაში და ვაიძულებდი, რომ იესო გმობდნენ და მათ მიმართ ჩემი უკიდურესი მძვინვარებით უცხო ქალაქებშიც კი ვდევნიდი. ამიტომ, როდესაც მღვდელმთავრების ხელმწიფებითა და დავალებით დამასკოში მივდიოდი, შუადღისას, გზაში, მეფეო, დავინახეთ ციდან ნათელი, მზის სიკაშკაშეზე აღმატებული, რომელიც მე და ჩემთან ერთად მყოფებს ანათებდა. ყველანი მიწაზე დავეცით და გავიგე ხმა, რომელიც ებრაულად მეუბნებოდა: საულ, საულ, რატომ მდევნიი? ძნელია შენთვის სახრებზე წიხლისცემა. მე ვკითხე, ვინ ხარ შენ, უფალო? მან თქვა, მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი. მაგრამ ადექი და ფეხზე დადექი. რადგან სწორედ ამისთვის გამოგეცხადე, რათა დაგადგინო მსახურად და მოწმედ იმისა, რაც იხილე და რასაც მე გაგიმხელ, რათა გიხსნა იუდეველებისა და წარმართებისგან, რომლებთანაც ახლა გიგზავნი, რათა აუხილო მათი თვალები, რათა სიბნელიდან ნათლისკენ და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისკენ მოbrუნდნენ, რათა მიიღონ ცოდვების მიტევება და მემკვიდრეობა განწმენდილთა შორის ჩემს მიმართ რწმენით. ამიტომ მეფეო აგრიპა, მე არ ვეწინააღმდეგებოდი ზეციურ ხილვას, არამედ ჯერ დამასკოსა და იერუსალიმის მკვიდრ თვუქადაგე, შემდეგ კი მთელ იუდეის ქვეყანას და წარმართებს, რომ მოენანიებინათ და ღვთისკენ მოქცეულიყვნენ, სინანულის ღირსი საქმეები აკეთონ. ამიტომ შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და ცდილობდნენ ჩემი დაგლიჯვა. მაგრამ ღვთისგან შეწევნის შემდეგ დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ პატარასა და დიდს, გარდა იმისა, რაც წინასწარმეტყველებმა და მოსემ თქვეს, რომ მოხდებოდა, რომ ქრისტე უნდავნებულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო პირველი, ხალხს იუდევრებს და წარმართებს სინათლე ექადაგა. სანამ ფესტუსი ასე იცავდა თავს, ხმა მაღლა თქვა: გაგიჟდი, პავლე. შენი დიდი ცოდნა გაგონებს. პავლემ უპასუხა: არა, უდიდებულესო ფესტუს, მე არ გავგიჟებულ ვარ, არამედ ჭეშმარიტებისა და გონიერების სიტყვებს ვლაპარაკობ. რადგან მეფე მიცის ეს, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. არ მჯერა, რომ ეს მისგან დაფარული იყო, რადგან ეს კუთხეში არ მომხდარა. მეფე აგრიპა, წინასწარმეტყველებს გწამს. ვიცი, რომ გწამს. აგრიპამ პავლეს უთხრა: ძლივს მართმუნებ ქრისტიანად. პავლემ თქვა: ღმერთს ვევედრები, რომ ცოტათი თუ ბევრით არა მხოლოდ შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ჩემსავით გახდეს, გარდა ამ ბორკილებისა. როდესაც ეს თქვა, მეფე, მმართველი ბერნიკე და მათთან ერთად მსხდომნი წამოდგნენ, გვერდზე გადგნენ და ერთმანეთში კამათობდნენ, რომ ამ კაცს სიკვდილის ან ბორკილების ღირსი არაფერი ჩაუდენია. აგრიპამ კი ფესტუსს უთხრა: ეს კაცი შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო, კეისართან რომ არ მიემართა. თავი 27. როდესაც გადაწყდა, რომ იტალიაში უნდა გაგვეცურა, პავლე და რამდენიმე სხვა პატიმარი ავგუსტუსის პოლკის ასისთავს, სახელად იულიუსს, გადასცეს. ადრამიტის გემზე ავედით და გავცურეთ. მეორე დღეს სიდონში ჩავედით. იულიუსმა, პავლეს მიმართ ადამიანურად მოპყრობილმა, ნებადართო მეგობრები მოენახულებინა და მათი მონდომებით სარგებლა. იქიდან გასეირნებისას კნიდოს მივაღწიეთ, მაგრამ ქარი არახელსაყრელი იყო, ამიტომ კრეტასკენ გავეშურეთ. გაჭირვებით გავიარეთ იგი და მშვენიერი ნავსაყუდლების სახელით ცნობილ ადგილას მივედით. ნაოსნობის დრო უკვე სახიფათო იყო და პავლემ გვირჩია: კაცებო, ვხედავ, რომ მოგზაურობა რთული და დიდი ზიანის მომტანი იქნება. მაგრამ ასის თავი უფრო ენდომეს აჭეს და გემის კაპიტანს, ვიდრე პავლეს სიტყვებს. და რადგან ნავსაყუდელი ზამთრისთვის შესაფერისი არ იყო, უმრავლესობამ გადაწყვიტა იქიდან გაცურვა. სამხრეთის ქარმა დაუბერა და ეგონათ, რომ მიზანს მიაღწიეს, დაიძრნენ და კრეტას მიუახლოვდნენ. მაგრამ მალე საპირისპირო ქარი ამოვარდა, რომელსაც ევრაკილონი ერქვა. გემი ისე ძლიერად დაიჭირეს, რომ ქარს ვეღარ გაუძლო და ტალღებს მიგვატოვეს. მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დავიწყეთ, მესამე დღეს კი თავად გადავაგდეთ გემის ნივთები. მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა და არც ვარსკვლავები, ძლიერი ქარიშხალი გაგრძელდა, სანამ საბოლოოდ ჩვენი ხსნის ყველა იმედი არ გაქრა. შემდეგ პავლე, მათ შორის მდგომმა, თქვა: კაცნო, უნდა მომესმინათ და კრეტა არ დაგვეტოვებინა, რათა თავიდან აგვეცილებინა ეს ყველა უბედურება და ზიანი. ახლა კი გთხოვთ, გამხნევდეთ, რადგან თქვენგან არც ერთი სული არ დაიღუპება, მხოლოდ გემი.
რადგან ღვთის ანგელოზი, რომლისიც ვარ და რომელსაც ვემსახურები, გამომეცხადა ღამით და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე. კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა მოგცა ყველა, ვინც შენთან ერთად მიცურავს. ამიტომ, კაცნო, გამხნევდით, რადგან წამს ღმერთის, რომ ისე იქნება, როგორც მეუბნებიან. რომელიმე კუნძულზე უნდა გადაგვყარონ. მე-14 ღამეს ადრიატიკის ზღვაში გვატრიალებდნენ. დაახლოებით შუაღამისას მე ზღვაურებმა იეჭვეს, რომ ხმელეთს უახლოვდებოდნენ. ხმელეთზე აზომეს და 20 ფათომი იპოვეს, შემდეგ ცოტა მოშორებით, კიდევ ერთი ხმელეთზე აზომეს და 15 ფათომი იპოვეს. კლდოვან წყალქვეშა კლდეებზე გაჭედვის შიშით უკანა მხრიდან 4 ღულზე ჩაყარეს და დღის გათენებას დაელოდნენ. მაგრამ როდესაც მე ზღვაურები ხომალდიდან გაქცევას აპირებდნენ და ნავს ზღვაში ჩაუშვებდნენ, თითქოს ღულზას ცხვირიდან ყრიან, პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: თუ ეს კაცები ნავზე არ დარჩებიან, ვერ გადარჩებით. ჯარისკაცებმა ნავის თოკები გადაჭრეს და ნავი ჩამოაგდეს. გათენებამდე პავლემ ყველას ჭამისკენ მოუწოდა და თქვა: ეს გიხსნით სიცოცხლეს, რადგან არც ერთი თქვენგანის თავიდან თმაც არ გაქრება. ეს რომ თქვა, აიღო პური, ყველას წინაშე მადლობა შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო. ყველამ გამხნევდა და ჭამა. სულ 200 კაცი იყო. გემზე 76 ვიყავით. გაძღომების შემდეგ, გემის შემსუბუქება ზღვაში ხორბლის ჩაყრით დაიწყეს. როდესაც გათენება დადგა, ხმელეთი ვერ იცნეს, მაგრამ დაინახეს დახრილი ნაპირის მქონე ყურე, სადაც გადაწყვიტეს ნაპირზე გასვლა. ულზა ასწიეს, ზღვაში გავიდნენ, საჭეები გახსნეს და პატარა იალქანი ასწიეს და ნაპირისკენ გაემართნენ. ქვიშის ნაპირს შეეჯახნენ და გემი ნაპირზე გააჩერეს, ცხვირი ჩაიძირა და უძრავად დარჩა, უკანა კი ტალღების ძალით იფეთქებდა. ჯარისკაცებს პატიმრების მოკლა სურდათ, რათა არავინ გამოეცურა და არ გაქცეულიყო. მაგრამ ასისთავმა, რომელსაც პავლეს გადარჩენა სურდა, შეაჩერა ისინი ამ გეგმისგან და უბრძანა, ვისაც ცურვა შეეძლო, პირველები გადახტომა და ნაპირზე ამოსვლა, დანარჩენები კი ზოგი ფიცრებზე, ზოგი კი გემის ნაჭრებზე. ამგვარად, ყველა ნაპირზე გაიქცა. თავი 28. მალტასა და რომში. როდესაც გადავრჩით, გავიგეთ, რომ კუნძულს მელიტა ერქვა. უცხოელებმა დიდი სიკეთე გამოგვიცხადეს, რადგან წვიმისა და სიცივის გამო ცეცხლი დაანთეს და ყველანი შეგვიფარეს. როდესაც პავლემ დიდი რაოდენობით ნაპერწკალი შეაგროვა და ცეცხლზე დადო, სიცხისგან გველგესლა გამოვიდა და მის ხელს მოეჭიდა. როდესაც უცხოელებმა დაინახეს გველი მის ხელზე ჩამოკიდებული, ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად მკვლელია, რადგან ღვთის სამსჯავრო არ აძლევს მას სიცოცხლის უფლებას, ზღვიდან გამოსვლის შემდეგ. მაგრამ მან გველი ცეცხლში ჩააგდო და არაფერი დაშავებულა. ისინი ელოდნენ, რომ ის ანთებით დაეცემოდა ან მოულოდნელად მოკვდებოდა, მაგრამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ და იმის დანახვის შემდეგ, რომ არაფერი უჩვეულო არ დამართნია, გადაიფიქრეს და თქვეს, რომ ის ღმერთი იყო. იმ ადგილის მახლობლად იყო კუნძულის მმართველის, პუბლიუსის მამულები. მან მიგვიღო და 3 დღის განმავლობაში კეთილგანწყობილად გვიმას პინძლა. პუბლიუსის მამა სიცხით და მუცლის ტკივილით იწვა. პავლე მივიდა მასთან, ილოცა, ხელები დაადო და განკურნა. ამის შემდეგ კუნძულზე სხვა ავადმყოფებიც მოვიდნენ და განიკურნენ. დიდი პატივით მოგვექცნენ და გამგზავრებისას საჭირო ნივთებით მოგვამარაგეს. 3 თვის შემდეგ ალექსანდრიული გემით გავცურეთ. სირაკუზაში ჩავედით და 3 დღე დავრჩით იქ. იქიდან გავცურეთ და რეგიუმში ჩავედით. მეორე დღეს სამხრეთის ქარმა დაუბერა, მეორე დღეს კი პოტიოლში ჩავედით, სადაც რამდენიმე ძმა ვიპოვეთ და 7 დღე გვთხოვეს მათთან დარჩენა, შემდეგ კი რომში გავემგზავრეთ. იქაურმა ძმებმა ჩვენი შესახებ რომ გაიგეს, აპიანეს ბაზარამდე და 3 ტავერნამდე გამოვიდნენ ჩვენს შესახვედრად. პავლემ ისინი რომ დაინახა, ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა. როდესაც რომში ჩავედით, ასისთავმა პატიმრები 1000 თავს გადასცა და პავლეს ნება დართეს, მარტო ეცხოვრა მის მცველ ჯარისკაცთან ერთად. 3 დღის შემდეგ პავლემ შეკრიბა იუდეველების ხელმძღვანელები და როდესაც შეიკრიბნენ, უთხრა მათ: ძმებო და ბატონებო, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ჩამიდენია ხალხისა და ჩვენი მამების ჩვეულებების წინააღმდეგ, იერუსალიმიდან ტყვედ გადმომცეს რომაელებს. მათ განმსაჯეს და გათავისუფლება მოინდომეს, რადგან სიკვდილის ღირსი დანაშაული არ მქონდა. მაგრამ რადგან იუდეველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, იძულებული გავხდი კეისრის წინაშე მეჩივლა, თუმცა არა ჩემი ერის წინააღმდეგ რაიმე ბრალდების საყენების განზრახვით. ამიტომ დაგიბარეთ, რომ ნახოთ და გესაუბროთ, რადგან ისრაელის იმედისთვის ვარ ამ ბორკილებით შეკრული. უთხრეს მას: ჩვენ იუდეიდან შენზე არც ერთი წერილი არ მიგვიღია და არც რომელიმე ძმას, ვინც მოვიდა, შენზე ცუდი არაფერი უთქვამს ან უთქვამს.
გსურს შენგან მოვისმინოთ, რას ფიქრობ, რადგან ვიცით, რომ ეს მოძღვრება ყველგან სადავოა. და მას ერთი დღე დაუნიშნეს და ბევრი მივიდა მასთან სასტუმროში. დილიდან საღამომდე განუმარტავდა მათ ღვთის სასუფეველის მოძღვრებას, მოჰყავდა მოწმობები და არწმუნებდა მათ იესოს შესახებ მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველებიდან. ზოგი მისი სიტყვებით იყო დარწმუნებული, ზოგი კი არ ირწმუნა. ერთმანეთში გაყოფილები წავიდნენ, როდესაც პავლემ ეს სიტყვები წარმოთქვა. კარგად უთხრა სულიწმინდამ ჩვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით, წადი ამ ხალხთან და უთხარი, სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით დაინახავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ. რადგან ამ ხალხს გული გაუხეშდა და ყურებით მძიმედ ესმით, თვალები დახუჭული აქვთ, რათა თვალებით არ დაინახონ, ყურებით არ მოისმინონ, გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ და მე არ განმკურნო ისინი. ამიტომ იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა წარმართებს მოევლინა და ისინიც მოისმენენ. როდესაც ეს თქვა, იუდეველები წავიდნენ და ერთმანეთში მწარედ კამათობდნენ. პავლე მთელი 2 წელი ცხოვრობდა საკუთარი ხარჯებით და იღებდა ყველას, ვინც მასთან მიდიოდა, ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს შესახებ ყოველგვარი გაბედულებითა და დაუბრკოლებლად.